დიდი თამაში გახურდება ძალიან მალე და მივესალმოთ მათ. გამარჯობა ლენკა, გამარჯობა ელოშ, გამარჯობა კოპალა, გამარჯობა ჯითო. უყურებდით მაძიებელს? მთელი ბავშვობა მინდოდა რომ მსგავს შოუში გადაცემაში მიმიღო მონაწილეობა და დღეს მონაწილეობაც ჩემთვის გამარჯობა არის. უკვე დანებდა. ძალიან დიდი მადლობა. გაიმარჯვეს ჯითუჯის და კოპალას. შემდეგ თამაში დრო გავიდა. გავპასო. ჩვენ გავპასოთ ჯერ. სალამი ძვირფასო მეგობრებო, მაძიებელი იწყება თაროსთაობის არხზე მეოთხე სეზონის კიდევ ერთი თამაში, რომელიც გვიქადის რომ ძალიან საინტერესო შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ შესანიშნავი ადამიანები ყავს სტუდიაში წარმოდგენილი, რომლებიც შეეცდებიან რომ გამოიცნონ მსოფლიოსა თუ საქართველოს გამორჩეული ადამიანები და მოვლენები, მოკლედ დიდი თამაში გახურდება ძალიან მალე და მოდი მივესალმოთ მათ. გამარჯობა ლენკა, გამარჯობა ელოშ, გამარჯობა კოპალა, გამარჯობა ჯითო, როგორ ახართ? გამოწვევთ. მე დაძაბულები. ცოტა. განანერვიულებულები. მაგრამ იმედი მაქვს, რომ თამაშთან ერთად გაიხსნებით და ბოლომდე მიიღებთ ამ თამაშისგან სიამოვნებას, იმიტომ რომ რაღაცა აი ამ გამოძიების პროცესს ამ თამაშის შექმნასთან ერთად აღმოაჩინეთ, ახლავს თავისი რაღაცა ხიბლი, როცა ცდილობ რომ მინიშნებებით ამოხსნა და აღმოაჩინო რაღაცეები. მე ვიცი რომ უყურებდით მაძიებელს და ძალიან დიდი მადლობა ასევე რომ სეზონში მონაწილეობაზე დაგთანხმდით და როგორია თქვენი დამოკიდებულება როგორ მოგწონთ? მთელი ბავშვობა მინდოდა რომ მსგავს შოუში გადაცემაში მიმიღო მონაწილეობა და დღეს მონაწილეობაც ჩემთვის გამარჯობა არის. ასე რომ მადლობა მოწვევისთვის. უკვე დანებდა. ძალიან დიდი მადლობა. არ არის მონაწილეობა გამარჯობა. გაიმარჯვეს ჯითუჯის და კოპალას. შემდეგ თამაში ვნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. მოდი აქვე ჩვენს მაყურებელს უთხრათ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი თაროსთაობა, თქვენი გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მაძიებელს ჩაუჯექით, უყურეთ ჩვენს თამაშებს, დაგვიკომენტარეთ, მოიწონეთ, მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად და კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო გადაცემებს და სიურპრიზებს. და აქვე მინდა თითოეულ იმ კომპანიას და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადო, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ჩვენი პარტნიორები არიან ამ სეზონში. ამიტომ გამოვაცხადებთ მათ. PSP ტრადიციულად ჩვენთან ერთად არის და ყველა მოთამაშე ამ სეზონში მიიღებს PSP-სგან საჩუქრებს. დანქინია ჩვენთან ერთად და ყავები შეგიძლიათ მიირთვათ, გონება გაავარჯიშოთ შესაბამისად და ხნედ იყოთ თამაშისთვის. ასევე ჩვენ გვყავს ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორი გამომცემლობა ინტელექტის სახით და უხდება ძალიან ამ გადაცემას გამომცემლობა ინტელექტი და მისგანაც მიიღებენ მოთამაშეები საჩუქრებს და რა თქმა უნდა წიგნებით მოგვამარაგებს გამომცემლობა ინტელექტი. Click Production-ი ახორციელებს ჩვენი შოუს გადაღებას და Heima Production-ი კი მუსიკალურ შეფუთვაზე ზრუნავს. აი ასეთი ხალხი ყავს გარშემო და ძალიან დიდი მადლობა თითოეულს. ესე იგი მაყურებელმა უკვე იცის რაღაცა ცვლილებების შესახებ ამ სეზონში, ორი ადამიანი რო ეჯიბრებიან, ბუნებრივია, ეგ არის ერთი ცვლილება. მსოფლიო ისტორიის ხვედრით მათ წილმა რო იმატა ეგაც, მესამე რაუნდში მცირე ცვლილებაა და ეგაც იციან, მაგრამ მოკლედ წვილების იწვევე. რაღაცა აი ესე წვილების შეჯიბრი იწყება. ეს გადაცემა სხვა დროს გავა ეთერში ვარ დღეს 14 თებერვალია. აუცილებლად თქვენი. ჩაწერის დღეს 14 თებერვალია და ესაც ნიშანდობლივია. აი, უნდა ავაგდო ჩემი ლარიანი იმისათვის რომ გავარკვიოთ ვინ დაიწყებს. ანუ ვინც დაიწყებს, იმას შეხვდება ორი დოსიე და ერთი საქმე, მეორე წყვილს შეხვდება ერთი დოსიე და ორი საქმე. შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ კონდეს, მაგრამ ზოგი ამჯობინებს ადამიანები ვიღაცა რჩევნია მოვლენები. არიული და რეშკას არ ვიტყვით და ერთიანი და გერბი. საფასური. ერთიანი. გერბზე თანახმოვარდი. გერბი იქნება. ერთიანი. ერთიანი. უკვე წავაგე. თქვენ შეგიძლიათ დაირჩიოთ და არ დაიწყოთ. არა, გვირჩევია რომ დავიწყოთ. დაიწყეთ. ყველა ვარიანტი. ხო. ეს გვირჩევია ჩვენ? არა. ადამიანები უფრო მარტივ გამოსასწორებით ადამიანები მეტი გამოგივათ, ხო, და მაგის გამო მირჩენია რომ მე დავიწყო.
ეხლა ჩვენ სულ მაინტერესებდა აქ რა ისმოდა. რასაც ჩაგირთავენ. ხა გაჟღერდება ძალიან მალე, კითხეს ოღონდ რა ჩაგირთოთო. მანამდე მინიშნება უნდა გაჩვენოთ მეგობრებო. ჩემი გამოძიებო საქაღალდე. რა ცუდია რომ თქვენ იწყებთ. ბატონი შერლოკ. ოპ. სედა ამგვარად ამას აკტავდებ. მაშასე მაძიებლის მეოთხედფინალის პირველი მინიშნება ასე გამოიყურება. მოდამდე რა მერხეთ. ჯერ ხახმა დაინახოს თუ მე წავართო ჩვენ. ლენკა ელოშ თქვენია ეს მინიშნება და ყურსასმენები გაიგეთ. ადამიანია გამოსაცნობი? ადამიანია გამოსაცნობი მსოფლიოს ისტორიიდან. სოფლიო ისტორიიდან. ბიჭო ეს არის ეგვიპტე რა. ეს არის მაროკო ესპანეთის საზღვარი. ესპანეთში ერთი ბრძოლა ჰქონდა, საფრანგეთში ცოტა ჰქონდა, გერმანიაში ჰქონდა შედარებით ბევრი. ხა გერმანიაზე კი მარტივად წავიდოდით, просто ავსტრიაში მარტო ორი ბრძოლა ჰქონდა. ეგვიპტე და მაროკო. ბიძია ჰიტლერზე წავედი ეგრევე. არა, ეგვიპტე. მაგრამ როგორ არა? კაცო, ეგვიპტეში როგორ არ ჰქონდა, კაცო, იტალიელებს ყავდა, გავონ მუსოლინი უფრო შეიძლება просто. მუსოლინი უფრო ჯდება ვიდრე ბატონი ადოლფი. ჩემი მათემატიკით просто მუსოლინი აქ არ ჯდება. შეიძლება რომ იყოს. ეგ არ ვიცი ხა. ალექსანდრე მაკედონელის დროინდელი არა. თეორიულად შეიძლება იყოს. რუსეთის გამო შეიძლება რომ გამომერიც. რუსეთის გამო არის ყველაზე კაი ვარიანტი ადოლფ ჰიტლერი უბრალოდ რა. რუსეთის გამო არის, იმიტომ რომ რუსეთში ორი ბრძოლა ზუსტად ეგრე ჯდება. დანარჩენიც ემთხვევა. და გერმანიაშიც ბევრი რაღაცა ომი შედარებით ბევრია. ნაპოლეონს ფიქრობთ თავიდან, ნაპოლეონიც ხო იყო რუსეთში. ნაპოლეონს მეც ვფიქრობ, მაგრამ ეგვიპტე ხო, მაგრამ საფრანგეთში არის ძალიან ცოტა ბრძოლა ნაპოლეონისთვის. მე ეგრე ვუყურებ ამ საკითხს რა. შეჯობებით დაფიქსირების სურვილი არ მაქვს. მაგრამ ავი, ძირთად უეჭველი ბრძოლაა, ხო? ანუ ხო, ბრძოლა ხანჯლები ხატია. თან ხანჯლები ხატია, თოფები არ ხატია, მაგრამ ეგეც მინიშნება ხო არ შეიძლება იყოს რომ დაუშვათ უფრო მე-17 საუკუნიანი, მე-18 საუკუნიანი რამე ეგეთი არის. ჰა? შეიძლება უბრალოდ ბრძოლას აღნიშნავდეს, შეიძლება რაღაც ნაწილობრივ იყოს. ნახე, აი, უყურე. ეს ხო არის პოლონეთი. პოლონეთში არის ერთი ბრძოლა, რომელიც არის უფრო რუსეთის მხარეს რა, ის ლატვია იმისკენ. ნუ აღმოსავლეთით. ხო, ეს არის ავსტრია არის ეს. დალშე შვეიცარია, ავსტრია არის და ეს არ მახსოვს. კი, გერმანია, ლენკა. ეს არის ავსტრია, ეს არის შვეიცარია. აუცილებლად იტალია, შვეიცარია და იმასთან იყოფს საზღვარს ალპებისას. просто ვერ ხვდებიდო. ადოლფი შეიძლება ძალიან საინტერესოა. ანუ ეს ხაშკარად თანამედროვე რუკა, ანუ კი, საზღვრების თანამედროვე რუკა. მაგრამ ეგ თანამედროვე რუკა შეიძლება უბრალოდ იყოს იმის გამო, რომ გამოიყენოს, რომ მარტივად დაესვათ, რა. ხო, ეგ მაგიტოა რომ აღიქვათ ქვეყნების. ხო, თორე ახლა იქ რო ეხატოს გერმანია აქამდე რო არის მისული, ხო მივხვდებით რომ ეგრევე ადოლფია. просто ადოლფს ფიქრობ, მაგრამ ეგვიპტეში მახსოვს რომ რაზმი გააგზავნა просто. ინგლისთანაც ხო ქონდა ომები. ანუ მე როგორც მახსოვს ადოლფმა მერე ინგლისისკენ ხალხი გაუშვა და შეიძლება ცდებოდე რა. მაგრამ მეორე მსოფლიოზე მე პირველი მსოფლიო ომის ვინმე ხო არ არის ბიჭო. პირველი მსოფლიო ომი ეგრე კარგად არ ვიცი. ბიჭოც, ანუ შეიძლება პირველი მსოფლიო ომის რუკა იყოს. მე საერთოდ არ მახსოვს ეგეთ თანამედროვე ისტორიაში ეგვიპტე რო იყოს ჩართული. ეგვიპტეში. უეჭველი. ლენკა ეგვიპტეში მუსოლინიც იყო, იტალიაც იყო, გერმანიაც იყო, მერე საფრანგეთმა და შეიარაღებულმა და გაერთიანებულმა ძალებმა გააგზავნეს ხალხი იქ, რომ ეგვიპტე გაენთავისუფლებინა და სპეციალური მისია იყო დაჟე. და მაროკო, ესპანეთი აქ ფრანკოსაც იფიქრებდა კაცი, მაგრამ აი რუსეთი არის. თუ გონიათ რომ შეიძლება სარისკოა რომ ჯითუმ და კოპალამ გამოიცნონ. ბეჭო, არა, მე მგონია რომ სამკულიანის დალოდებაში. მე მგონია რომ ჰიტლერს იტყვიან ძალიან მარტივად და ჰიტლერი თუ იქნება და თუ წავაგებთ, ეგ არ ვარგა просто. просто გარისკავენ? ხო, მე ეგრე მგონია რომ შეიძლება გარისკონ რა. მაგრამ რო არ იყოს და თქვენ გარისკოთ? ხო, აი ეგეც არ ვიცი და მაგის გამო ჯობია რომ არა, არ გავუსწრებ. ბიჭო, ანუ ვერ ხვდები просто, ანუ პოლონეთთან მაშინ აქეთაც უნდა იყოს ომები. ავსტრიის აქეთან მხარესაც უნდა იყოს ომი. იტალიაში მარტო ჩრდილოეთში რატო არის ომი კაცო? ბიჭო, კეისარი ხო არა? აუ, სადაა. ანუ უცებ ეგვიპტეზე. ჩემ მეპატიება დაძაბული ვარ და ფიქრობ. არა, რატო? რავი.
მარტო ჩრდილო იტალია არის რა. ჩრდილო იტალია რატო არის? ეგ ასე. დრო გავიდა. გავპასო. გავიდა. ჩვენ გავპასოთ ჯერ. კაი. კაი. გადმოდის თქვენკენ ეს მინიშნება და ახლა თქვენი მსჯელობის დრო არის მეგობრებო. კაი, ანუ დამპრობლებზე უნდა ვიქნოთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ორჯერ ილაშქრა ვითომ. კაი, უეჭველი დამპრობლები. ეს ხმლები ხადია. ხმლები არის ეს. და ანუ შეიძლება ერთი კონკრეტული დამპრობელი იყოს და ამ ადგილებში კონდეს ამ კონკრეტულად რაოდენობა ბრძოლების რა. ესენი სწორი იქნება. არასწორი ნიშნავს ხო ან ორჯერ ილაშქრა აქ პირობითად აქაც სხვა ტერიტორიებზე ორჯერ ამ მთელი სოფლიო აქ ფაქტურად სხვადასხვა ქვეყნებში გატარებული მე მქონდა მოგზაურებზე კიდე თავდაპირველად მქონდა აშკარად ხმლები ხატია ხა მოგზაურობა ხმლები ხატია კი ხმლები ხატია მოგზაური არ იქნება არავინ ისეთი ბიჭო ერთი არის ნაპოლეონი შეიძლება იყოს რა ანუ ბრძოლები უნდა იყოს წესით რა. სადაც აქვს სადაც იბრძოლა. აქ აქვს ორჯერ ნაბრძოლი, აქ ნახე ერთი და იგივე ადგილზე ხატია ორჯერ. უბრალოდ ოდნავ გვერდით, ანუ აქაც ორჯერ აქვს. აი დრო გვაქვს. ორი ვარიანტი არის. მაინც აი ეს ფეხბურთელებმა რო იციან ხოლმე. ეს რო გადაილაპარაკებენ ხოლმე. ნახე როგორ მიყურებს ახლა ეს ჭრის ახლა იმას გონია რომ პასუხი ვიცი. მაგრამ მე მარტო ერთი ვარ. ჩემის მოძრაობის ხო არ იცის? ბიჭო, ალექსანდრე მაკედონელი შეიძლება. ნაპოლეონი. ნაპოლეონი. მე თურქებს უკები რაღაც სრუტეიდან ის არის? სრუტე რომელიც სრუტეა სიმართლე კარგად გეოგრაფიაში დრო გავიდა. სულეთის სრუტე ხო? ხო. პასი. აი, პასუხი გვაქვს მაშინ. აფიქსირე? არა. მოვიხსნათ. ხო, არ დააფიქსირეს ვერსია. ამ მინიშნებას აქტოვებ, რომ ესე იყოს თვალსაჩინოებისთვის და მეორე მინიშნება ისევ ორივე წყვილი მოისმენთ, მაგრამ ისევ ჯერ ლენკა და ელოშა ითამაშებენ. მეორე მინიშნება არის ტექსტური, მე წაგიკითხავთ პირდაპირ. ეს მინიშნება არის ლადო ბურდულის მოგონება, ქართველი მომღერლის. ხო. ესეთი მოგონებაა. პირდაპირ სიტყვასიტყვით ვკითხულობ. მარშრუტკა თბილისი-ქუთაისი, გაჩერება ჩუმათელეთი, ტუალეტის ქალმა მიცნო, ფულს არ მართმევს, ვიღაცა მეუბნება. სიცოცხლე მეფეს, მე ვეუბნები. მე მეფე აღარ ვარ, მე იმპერატორი ვარ. გაიკეთეთ ყურსასმენები. ეს არის ლადო ბურდულის ჩანაწერებიდან ამოვიხეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ. აი ეს ჰიტლერი გამოირიცხა, მაკედონელი გამოირიცხა. მაკედონელი ხომ არა კეისარი და ნაპოლეონი ჯდება. ნაპოლეონის ხო ჯერსკაობდა იმპერატორი. შეგიძლიათ ესაც ისევ ანუ ჩახერხოთ. ვატერლო სადაა საფრანგეთში რო ვიცოდე ამ კითხვაზე უფრო მარტივად გავცემდით პასუხს, იმიტომ რომ თუ აი აქ არის ვატერლო სადაც, ხო? მაშინ შეიძლება ნაპოლეონი აქ უეჭველი იყო. მე ეგრე მახსოვს. ეს რაოდენობები ხო არ არის? რაოდენობები აბა რა არის პატარა. და ეგვიპტეში ორჯერ ყოფილიყო ეგვიპტე მაინც ის იყო რა, საფრანგეთის იმის ზემოქმედების შეიძლება იყოს ნაპოლეონი ტექსტში ისე წერია, აი ძალიან სარკასტულად წერია რა, რომ მეფე აღარ ვარ და იმპერატორი ვარო და ნაპოლეონიც მაგას აწყებოდა, რომ თავის თავს ეძახდა თვით გამოცხადებული იმპერატორი იყო. ეხლა რა დავაფიქსიროთ რას ვაგებთ? არც არაფერს არ ვაგებთ იმათ ვაძლევთ უბრალოდ უფრო მარტივ იმებს. იცი რა მაინტერესებს იმ ტექსტში ჩუმათელეთი და მარშრუტკა და რა შუა. ფულის გადახდა. არ ვიცი ხა ქართველი ვიღაცა არ ჯდება, ხო? აქ თუ ქართველი ვიღაცა. სოფლიო და სოფლიო. ხო და ჩუმათელეთი ვერც ერთ დედამიწაზე არსებულ ვერც ერთ ადამიანთან ვერ დამაკავშირებს ჩუმათელეთი. შარჟებით ხო არ უპასუხა. შარჟებით უპასუხა ის რომ მეფე არა ვარ იმპერატორი ვარ და მაგიტომ ვაფიქსირებ ნაპოლეონის მოკლედ რა. არ ვიცი სწორია თუ არა. ნაპოლეონს აფიქსირებთ. დააფიქსირეს. დააფიქსირეს თავისი ვერსია, რომელიც 4-იანზე ვექონდათ ეგ ვერსია. არა მხოლოდ მათ თქვენს და სამიანმა განუმტკიცა როგორც ჩანს. აქ არის ტრაფალგარი. ვსო, ეგ არის. აქ არის ბოროდინო. ეს არის ნაპოლეონ ბონაპარტე ნამდვილად და 3-0 ანგარიში. ამის შემდეგ უნდა მეჩვენებინა აი ეს და ზურას სურათი რო ქონდა. ელოშა მახსენა რო ვიცოდეო, სად არის ვატერლო მაშინვე გამოვიცნობო და ორქულიანი მინიშნება იყო ორი მხატვრული ნაწარმოები. ვსო.
აი ოკეი, მე აზრი არ მქონდა, მე ვერ მიხვდებოდი. იმპერატორი თუ მოხდა, ყოველხანერად მე ვატერპოლო აქვს დოჩანაშვილს, მაგრამ ბოლო ვატერპოლო. იქნებოდა, მეგონა ის რა ქვია ის, დარბაიძე ნაპოლეონის როჭამს. არა, ბოლო ბოლო უნდა ყოფილიყო ზურიას სურათი, გეუბნებით. სამი ვაპიარებ ზურიას, დაუიწყეს. მისულიყავით ბოლომდე და ნაჭერი გაიმაზა ბიჭო. შეგხვდებოდათ ეს შესანიშნავი ნაპოლეონის დაჭერი. ჩვენ რო გავუგზავნოთ საჩუქრად იმათ. გადმოგეცემათ. ამის სპონსორი შემდეგ სეზონში გამოჩნდეს, ხო? ნაპოლეონებს ვინც აცხობთ, მეგობრებო, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა რომ ეს წამოვიღეთ სპეციალურად რომელიღაც აცხობიდან. კარგით, ნახოთ ახლა ვიდეო რგოლი ბატონი ნაპოლეონის შესახებ და გავიხსენოთ ეს ადამიანი. საფრანგეთის იმპერატორი და გამოჩენილი მხედართმთავარი ნაპოლეონ ბონაპარტე 1769 წელს კუნძულ კორსიკაზე იბადება. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში სამხედრო ნიჭსავლენს და არმიის გენერალი ხდება. 1799 წელს ძალაუფლებას ხელში იგდებს, ხოლო 1804 წელს თავს იმპერატორად აცხადებს. მისი მეთაურობით საფრანგეთის არმია თითქმის მთელ ევროპას იპყრობს, რითიც უზარმაზარი იმპერია იქმნება. სამხედრო ტრიუმფების გარდა ბონაპარტე ქმნის ნაპოლეონის კოდექსს, რაც საფუძველს უყრის თანამედროვე ევროპულ იურისპრუდენციას. 1812-14 წლებში წარუმატებელ კამპანიებს ნაპოლეონის პირველი გადადგომა და კუნძულ ელბაზე გადასახლება მოჰყვება. ელბადან თავის დაღწევის მიუხედავად 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში საბოლოო დამარცხების შემდეგ მას წმინდა ელენეს კუნძულზე ასახლებენ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებს. გრძელდება მაძიებლის მეოთხედფინალი და მეორე დოსიე უნდა გამოვიძიოთ ახლა, ოღონდ ამჯერად ვერსიის უპირატესობა კოპალას და G2G-ს ექნებათ და მოდი პირველ მინიშნებას წარმოგიდგენთ ჯერ ყველას და მე ახალი დოსიე. აბა სად არის? არ წამოწეს. მუსიე. იცის და დორო. პირველი მინიშნება. აუ, ქართველი ამოვარი. არ არის ისტორია, სოფლიო ისტორიიდან არის. სოფლიო ისტორია არის. ნუ მსჯელო. სამი ვარიანტი მაქვს. ყურსასმენები, მეგობრებო, სანამ ვარიანტებს დავასახელებთ. ვითომ მაფიაში სოფლიო ისტორია იმანა. სოფლიო ისტორიიდან ადამიანი. და ამით რას მიხვდები ახლა? უკეთესად ვიმსჯელებ. კარგი, აჰა, უკეთესად. შეიძლება უფრო აღიქვა. ეს არის მარტო? კი, ეს რაღაც აი ეს სოფლიო ისტორია. რაღაცა უკავშირებს. ზოროს ქვეყანა. ნამდვილად. რა ზორო ბიჭო მაცადე. ის დრო ჩაგვიდა. ავიდა. აუ მოიცადეთ მოხსენი. აი ლურჯია რა, ლურჯი ნიღაბი უნდა. ლურჯი შეიძლება რამე იყოს, შავი რატო არ არის? არა, შეღებილია. სპეციალურად შეღებილია. აჰა, ლურჯი არა შეღებილი, არ იყო ლურჯი ეს. ზოროს ისტორია გავიხსენოთ? ზოროს. აბა ამ ნიღაბზე სხვა არავინ მახსენდება. ოღონ მე გადავ. ზორო ხო მოდის, მაგრამ აი კიდე ვინ შეიძლება? აი კუნინძები ხო არ გახსენდება. საინტერესოა მომწონს. ისტორიიდან რა კუნინძები და ზორო. შეიძლება ყველაფერი უნდა ილაპარაკო კოპალ მედია. მასე უფრო ღრმა ფანტაზიაში შეიძლება უაფშეს ვსწავლოთ. არ მინდა. არა, ლურჯი არის არა. ლურჯი ნიღაბი. ოღონდ მარტო თვალები უჩვენს. ლურჯი ნიღაბი. ვინ გახსენდება ვინმე ადამიანი ისტორიიდან ნიღბით, ლურჯი ნიღბით. ქართველი რო ყოფილიყო ვიცი. ქართველი, ხო, ქართველი არ არის სამწუხაროდ. მომისმენ. მაგრამ ლურჯი ნიღაბზე ვინ ქართველია? შეიძლება ვინმე ხელოვანი არის რა. ან ხელოვანი, ან მსახიობი, ან წესით მსახიობთან მიდის ყველაზე ახლოს. ანუ თეორიულად შეიძლება ეხლა არა. ყველაზე ახლოს არის შეღებილი მსახიობი. რა. ლურჯად არის, ანუ შეღებილს თავი ლურჯი ფერი თან უნდა ასოცირდებოდეს და ფრანგი ხო არა ანუ ლურჯი დროშის ფერებზე რო წავიდეთ, ანუ ლურჯი ფერის დროშა ძართული არის ზოგადად. ანუ ფრანგები ლურჯთან ყველაზე ახლოს არიან ჩემი აზრით და ფრანგი ვინმე ესეთი მსახიობი თან ისტორიული პირი უცხოელი. ბაპე ხო არ არის. ფრანგი რომელსაც კუნინძას ეძახიან. არა მგონია. მაგრამ კაია, ოკეი. აუ მაგაზე კაი არავინ არ მომწვიებია და თუ გინდა გაურის. ეხლა თქვენ გაქვთ ვერსიის უპირატესობა, რაც ეგან ქონდა თქვენს მეტოქეებს და შეგიძლიათ ანუ ლურჯი, ანახე ლურჯი რაღაცას ხომ მიანიშნებს. ხო, რაღაც უნდა ნიშნავდეს თან აშკარად. ზუსტად ესეთი ნიღბით. ხო, არა, ყველა ორი. გინდა გაურის კოდს? არა, აქ გასარისკი არ არის ნამდვილად. ანუ ჩვენ იმათმა თუ თქვენს ახლა პასუხი
ეგ არ ხდება? კი, როგორ თუ თქვენ არ დააფიქსირებთ და მე იმათმა 4-იანზე მე მგონია რომ აქვთ პასუხი იმათ. არ არსებობს გამორიცხულია. დავაფიქსირებ. დავაფიქსირებ. არა. დრო გავიდა და დავაფიქსირებ. ჯიტო არ მოყვება. მე მინდა დავაფიქსირებ. არა ეს ბლეფია, ხო? არ არის ბლეფი. არა ხო, ორივე უნდა შეთანხმდეთ მაგაზე. არა, უნდა დავაფიქსირო. ვეო აფიქსირებთ რა. მე რისკავდი მაგ პასუხს. არა, ეხლა არ არის გარისმის. არა, კაი. თქვენკენ გადმოვიდა ეს შესანიშნავი მინიშნება. შეჩავუხეთ იმათ მუსიკები. კაროჩი მე აი ჩვენ უკვე შეთანხმებულები ვართ საფალე მართლა? ლეონარდო და ვინჩი უნდა ვთქვათ იმიქიდან გამომდინარე სოფლიო ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ბევრი ლეონარდო ისეთი ვინცაც რაღაცა ისეთი გაუკეთებია რომ ამ გადაცემაში დაემსახურებინა მოხვედრა თვითონ ლეონარდო სკულპტორი მასალე თვითონ ლეონარდო სკულპტორი რომელიც იდეა იყო კუნინძებში ლეონარდო გახდომის ნიღაბი კუნინძებზე. ხო, კუნინძების ნიღაბი არის, ოღონდ ლურჯი ნიღაბი არის, რომელიც არის აუცილებლად ლეონარდოს. ლეონარდო იყო ორფლიანი, არჩა. ლეონარდო და ვინჩი აი მოგონილი რაღაცა არის, როგორი გამომგონებელიც ის იყო, ისეთები თქვენ ხართ და ეს შესანიშნავი კითხვა მოიგონეთ, ესე ვფიქრობ მე. ხო და მე მზად ვარ რომ ეგ დავაფიქსირო. ეხლა შენ თქვი. ვეთანხმები წინა გამოსვლა. არა, მე ვფიქრობ, რომ აი რადგან უპირატესობა გვაქვს, აი გარისკვად გვიღერს რა უკვე დაფიქსირება, იმიტომ რომ მე მგონია რომ თუ ეგ არის მართლა პასუხი 3-0 რა ხანიგებ. ხო, თუ ეგ არის პასუხი, შემდეგი მინიშნება ისეთ გაუმარტივებს იმათ რომ დაგვასწრებენ თქმას და მაგიტომ ხო არ გავრისკოთ თქო. ვის? აი ხელები რო გაშლილი. ეგ რო მოვიდეს, всё, წავაგე უკვე რა. ან რაღაცა კოდი რო მოვიდე. არ ვიცი. გადაცემამდე თქვა რომ ციფრები არისო რაღაცა მინიშნება, ოღონდ ეგ ციფრები არაო რომელიც ის იყო. მე არ ვიცი კუნინძები. კუნინძები არ არის, დავინჩის კოდი. დავინჩის კოდი. შეიძლება ეგ ციფრები იყო. გავჩი კიდია. კაი. ბოდი წინარე. ლეონარდო დავინჩი. აუ. სხვა ანუ ბევრი ლეონარდო არ ვიცი. ლეონარდო დიკაპრიო თუ არის? კონდეთ. აფიქსირებთ. ეგრე ვფიქრობ. მოვიხსნათ? დააფიქსირეს. რა? ოღონდ არა ის რასაც ჩანაფერებდი. ანუ იმიტომ რომ ელოშამ მთელის ისეთი საფეხურეობრივი ლოგიკა ჩამოაყალიბა, იქვე ლენკამაც დაამატა და ანუ თქვენ რა ვინ არისო ესო? თქვენ რას ამბობდით? კილიან მბაპე. რატომო? ლურჯი ფერი საფრანგეთთან ასოცირდებოდა და ნიღაბი რას ედახდნენო ამის გამო? კუნინძას. და რომელ კუნინძას? რომელ კუნინძას? დონატელო. ეს რა ქვია? ლურჯი. არ მახსოვს ახლა. ლურჯი უკეთია ლეონარდოს და ეს არის ლეონარდო და ვინჩი. ბრავო. ეს არის უკვე ამ სეზონის ჰაილაიტი. ბრავო, ჩემ რომ გავყოლოდით მაგას, აი. ანუ მართლა ლეონარდოები ვერ გავიხსენებ ბევრი ისტორიაში თორე. ანუ არის მე ბაპეს ვფიქრობდი. არასდროს არ გამახსენდებოდა კუნინძები. ოღონდ ლოგიკა ეგა რომ ბაპესაც კუნინძას მუღამში უკეთია რა, მაგრამ ლურჯი რო გაგახსენა რომ ლეონარდოა და მაძიებელი ქვია და არა ტრანსფერო აგენტი. შემდეგ მინიშნება რა იყო აი უეჭველი წავაგებდი შემდეგ. გაჩვენებთ, შემდეგი მინიშნება არის ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ცნობილი ჩანახაზი. საფრენი აპარატი. აი მაგის გამო. საფრენი აპარატი პირველმა იმასნა. სტარტი არ გქონია თუ ლოგიკის ცუდი. შემდეგ გვექნებოდა ვიდეო ამონარიდი ფილმიდან და ვინჩის კოდი. და ბოლო მინიშნება უკვე იყო ესეთი. ოკეი. მგონი ძლიერი თამაში არის. აი ვქენე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მონალიზას გინილი ამოჭრილი. შემდეგი მინიშნება ძალიან გაუმარტივებთ მეთქე და ამაზე პასუხი ეს როგორ განსკეთ არ მესმის. ბიჭო ვიგებთ და ცოტა მოდუნების საშუალება. მაგან მისცა ხო აი თორე კაი კითხვა იყო მომეწონა. გენიალური პოლიმათი შესანიშნავი ადამიანი, მხატვარი, გამომგონებელი, ინჟინერი, რა ვიცი, ქრება, ჩნდება, ყველაფერს აკეთებს. ლეონარდო და ვინჩი. ნახოთ ვიდეო რგოლი ლეონარდო და ვინჩის შესახებ. როგორ მიხვედით და ვინჩამდე. რენესანსის უდიდესი მოღვაწე ლეონარდო და ვინჩი მე-15 საუკუნის იტალიაში, ქალაქ ვინჩის სიახლოვეს იბადება. 15 წლის ასაკში ანდრია ვეროკიოს სახელოსნოში იწყებს სწავლას, სადაც მალევე ავლენს გამორჩეულ ნიჭს. მილანსა და ფლორენციაში მოღვაწეობისას ქმნის მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს, მათ შორის მონალიზასა და საიდუმლო სერობას. მხატვრობის გარდა გატაცებულია ანატომიით, ინჟინერიითა და მათემატიკით. თავის ჩანაწერებში ტოვებს საფრენი აპარატის, წყალქვეშა ნავის და ტანკის
ტექნიკის პროტოტიპებს, რომლებიც საუკუნეებით უსწრებს დროს. ლეონარდო და ვინჩი ცხოვრების ბოლო წლებს საფრანგეთის სამეფო კარზე ატარებს. მისი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა დღემდე კაცობრიობის უდიდესი საგანძურია. 7-0 კი ანგარიში, მაგრამ 4 კითხვა გვაქვს სათამაშო, მთლიანობაში 16 ქულაა გასათამაშებელი, ამიტომ ჯერ დაძაბულობა დიდია და კიდევ ერთი ადამიანი უნდა გამოვიცნოთ. ბარსამ 4 თროლი, ახლა 7 თროლი. ჯერ ნახოთ რამხელა იმაზე ავა ანგარიში. ადამიანი უნდა გამოვიცნოთ ისევ აღონ ამჯერად ქართველი მეგობრებო. პირველი უზომის. და მოდი გაჩვენებთ. არა. აბა 7-1 გახდება მაშინ. ეხლავე. ბიჭო, აქ არის არგიწევს. 11-ზე. აქ არის არგიწევს, ბიჭო. მეორე და მესამე რაუნდები. კაი, მოიცა. კომპლექსური მინიშნება, მეგობრებო, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის ერთი მინიშნება. მეორე მინიშნება მომეცით თუ შეიძლება. მოიდი ჩემთან, მოიდი. ეს რა არის? არა, მე ძაღლი კაია. ურასაყოლელია. გაიგეთეთ ყურსასმენები, მეგობრებო. ჩვენ ხო, ამჯერად თქვენ. ურასაყოლელი დაქსა. დრო წავიდა. ეს რა არის? ესე შეიძლება რომ. შეიძლება, აბა, კი. აჰა, ჯერ ეს შე. სუერო. რაგია მინეო პიკუეს. რაღაცა ესპანურია. ერთი ცხოველი მაძიებლის ყველა სეზონში უნდა იყოს. წინაზე ყავდა კატა ედგარი, დღეს ყავს ძაღლი ჩიკა. რაღა ესპანური არ ვიცი ესპანური. ეს რა ნივთიერება არის? რაღაცა ბავშვი ჭამს. ხო? სავარაუდოდ რაღაცას. მაგრამ ძაღლი, ბავშვი, ძაღლი და ბავშვი, ეგეთ ბეიბი არის. აუ, ეხა ერთადერთი ვარიანტი ვინ მყავს თავში მოთქვა, შეიძლება გადამიარონ კომენტარებში, მაგრამ თამაზელის ბარაშვილი მყავს ჯერჯერ. Oh my god. ბავშვი და ძაღლი, არ ვიცი მე, ანუ ვერ ხვდები. მოდი. არ გადავარდეს ახლა. მოდი აქ. ჩიკა არ გვაწყობს. დინოზავრის ბავშვი არის. ჩიკა არ ჩავდი, არა. აი ეს არის მოდი ჩემთან. ბავშვის ანუ წარმალია რაღაცა ვიტამინები ვით მგონია ეს რა. ხო, მაგრამ ძაღლი რა შუაში არის. ვინმე ისეთი ყავს ისტორიაში, ვინც ძაღლმა გადაარჩინა ან რამე მსგავსი? საქართველოს ისტორიაში თუ არის ვინმე ეგეთი ადამიანი, ვინც ძაღლმა გადაარჩინა, ეს ძაღლის ჯიში უკაცრავად ეს შეიძლება ვიკითხო, არ ვიცი თუ არა. ძაღლის ჯიში თუ არის რამე მინიშნებაში. კონკრეტულად ეს ძაღლი გვინდოდა რომ მოგვიყვანა. აჰა, გასაგებია, ანუ ტაქსა არის სპეციალურად. რაო, სადმალა. არ ვარიანტია. ხო, ნახეთ უკვე. ხო, ანუ ტაქსა და ბავშვის წამალი. ხო. ქართველებში მე ხო იცი ისეთაც დავით აღმაშენებელი ვიცი. არ მეფეები ვიცი. წეგან უთხარი თქვენ მეტოქეებს, ეხლაც გეტყვი. ანუ ისტორია არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვიცი. შეიძლება შეიძლება იყოს კითხვა და ლეილამ ესხსეც. ნახე მაქვს თქვენ გადაცემები გეყურებთ კაცო. გამოიწერეთ ეს არხი სანამ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ, მაგამდე მაგას გეტყვით. ისევ წინ ხართ და ისევ არ ვიცი, ეს არ ვიცი. მართლა არ ვიცი თორე. ახლოსაც ვერ მივედი. დო? კი. აუ. გადმოვიდა თქვენკენ. ბიჭო. დრო წავიდა ერთი მინიშნება არის კომპლექსური, ერთი ნაწილი ეს არის, მეორე ნაწილი სადღაც გავარდა. არის ეს. და ადამიანია გამოსაცდელი. ადამიანია ქართველი. ქართველი ადამიანი, აი ის ძაღლი იყო ჯიში ამ ტაქსაზე ხო არის? ქართველმა გამოუშვა მასი. რა ქართველმა გამოუშვა ბიჭო. ანუ გამოიყვა. მათაც უთხართ თქვენს გეტყვით, კონკრეტულად ეგ ძაღლი გვინდოდა მოგვიყვანა. ხო, ანუ ჯიში არის ტაქსა. ხო, კი ბატონო, არა? ხო ტაქსა არის. კონკრეტულად ნახე, არა, კონკრეტულად ეგ ძაღლი უნდა მოიყვანათ რა, ანუ უეჭველი ჯიში აი არის ეს რა. კავშირშია იმასთან, იმის მოვლა. ანუ ეს არის ბავშვის რაღაცეები, ეს არის კბილის ჯაგრისია თუ რა არის, ანუ პირთანა აქვს რაღაცა. აი ეს რა, პანადოლი. პანადოლის სახელი წამოწა. შეიძლება ის არის, რა ქვია, კანის მოვლის რაღაცა. ძალიან ხო არ უნდა, ანუ ნახე, ძაღლზე უფრო უნდა გავაკეთოთ მე მგონი აქცენტი, ქართველი ადამიანი, რომელიც ის ჯიში უნდა მოიყვანათ აუცილებლად რა. PSP-სთან ხო არის კავშირში. ქართულ ადამიანზე და PSP-ზე და პლუს არა. PSP და ტაქსა. რა შუაში არის ერთმანეთთან PSP ტაქსა არ ვიცი.
ტაქსთან ანუ ტაქსის გამოძახებასთან მქონარები. ანუ ტაქსი არის ყველაზე გრძელი ძაღლი ასე ვთქვათ რა, ანუ სიგრძეში ყველაზე ესე ჯიში რომელიც ყველაზე გრძელია. 4 ქულიან მინიშნება, იგაც გაითვალისწინეთ, რთულია. ხო, რა თქმა უნდა. რთულია. ეგ ახლა დავინჩიზე ქართველ ადამიანს კაცი იქნება თუ ხალი. კაი, მოიცადე. და ეს არის ხალხების რაღაც წამალი და ეს ძაღლებსაც ხო არ მიდის და ვიღაც ტიპი ხო არ არის, ვინც ეს მიუსადაგან რაღაც, არ ვიცი. იმათ აქვთ პასუხი ვითომ? არ გვიქვი. არა. მოვიდა თქვენთან ისევ ეს მინიშნებები, ოღონდ ჯერ არ გაიკეთოთ. მეორე მინიშნება ყველას უნდა გაჩვენოთ და მე უკვე დაიწყებენ ფიქსლენ გადაელოშა. გაიჭედა. მეორე მინიშნება გაიჭედა. მადლობა. მეორე მინიშნება არის ფოტოკოლაჟი. სხვადასხვა ფოტოებისგან აწყობილი. და ამგვარად გამოიყურება. ქართლის დედა არის. ეგა შეიძლება რომ ტილში გადამივიდოს. ოკეი, ქართლის დედა არის. კინგ-კონგი. მე მხედავ, ბიჭო. ქართლის დედა. აი, მე ხო მომცემდი მაქსიმალად. ქართლის დედა არის, რასბოტალი. ქართლის დედაც დავინახე და რა ვქნა. პლუს 7 მაგდა. ვეფხი და მოყმე. მოკლედ, ხურსას მე ზაც რა ხჭობი. აი ეგა მეუბნები. ქართლის დედა. იმონი და პუნგა. ამას არ გულისხმობთ იმეთი ახლა. აჰა, არა, ეს მეგონა ქართლის დედა. აზრზე, ანუ არ ვიცი, ეს რომელიღაცა გიბლის ანიმაციას გავს, ვაფშე ვერ მოგატყუა რა. დრო. ვერ ხვდები რა არის. შეიძლება ნახატია რომელიღაცა ქართველი ხატვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ხატვარი როგორ უნდა იყოს ტაქსა. ტაქსა და წამლები რა კავშირში არის ბიჭო, ვარდი მაინც რა ყოფილიყო კიდე გავიგე. ვიცი რა არის, რაღაცა საბავშვო მგონია, იმიტომ რომ ეს წამლებად კი არ უნდა გავიგოთ, საბავშვო რაღაცად უნდა გავიგოთ. ხო, მაგრამ წამალია მაინც. ეს საბავშვოა, ეს არ ვიცი რა არის. კინგ-კონგი არ არის საბავშვო. არც ეს არ არის საბავშვო, აქედან რაც აქ არა შუაშია, პატარა ძაღლი რომ არ ვიცი. ბიჭო, ტაქსა. ვიღაცა ადამიანს ყავდა ტაქსა ალბათ. მაგრამ ვიღაცა ადამიანს თუ ყავდა ტაქსას, значит 19 საუკუნე აღარ არის უკვე რა, მე მეოცე და აკეთა 1950 პლუსია მინიმუმ. იმიტომ რომ ტაქსა არ იყო მაშინ ხარ. ნუ შეიძლება იყო, მაგრამ მე არ მგონია რომ სადღაც ძველ ისტორიულ ჩანაწერში სადმე მახსოვდეს ტაქსა. ტიმონი, აი მარტო ტიმონი რატო არის? პუმბა კია და პუმბა რატო არის? ქართულზე ვფიქრობ თან მაგასაც შეგახსენეთ. ხო. ქართულზე. მეფე ლომი იმის მეფე. ირაკლი ჩარკვიანი ხო შეიძლება იყოს. მეფე, ესეც ხო მეფეში გადის. ფაქ. ო, არ ვიცი რა. ფიქრობ ახლა ტაქსაზე რამე სიმღერა ხო არა აქვს. მაგრამ არ მაქვს. მეც რა მაფნას ყველაზე მეტად რომ იმენა ეს ძაღლი გჭირდებოდა ხო, აი ტაქსა არის რა. შეიძლება ყავდა. შეიძლება ქეთათოს ყავს ტაქსა, რა ვიცი. მე რა უნდა გავიგე. მე არ ვიცი. ფიქსელ წაზრი არ აქვს, ისე არ ვიცი თან. მაგითო გაითიშე, მაგითო არც მისმენდი ხო, სადაც იგითა. რავი, თუ გინდათ გადავცეთ. გადავცეთ ჯობია რა, მაგრამ არ როგორც კი. ცოტა დრო გააქვთ. მე მგონია რომ იმდენად არ ვიცი რომ სხვა მინიშნებების ვერ დამეხმარება. აი ამ ეტაპზე ძალიან შორს ვარ, ჩემი აზრით. თქვენი მსჯელობის დროა, მეგობრებო. ჩვენ ქართლის დედა არის. ქართლის დედიდან. აი ისინი შეიძლება რომ კი, აბა რა. ესა და ძაღლი არ დაგვაიწყდეს ხო? კაი, ანუ ეს არის კინგ-კონგი, რომელიც შენობაზე დგას. აი ეს კიბის თუ რა შუ? თუ ყვირის. კბილი აქვს დასაპლომი. ოი, ისინი კოცნიან ერთმანეთში. ფსიქოლოგიური ზეწოლა არის. არა, კბილთან რა შუაში უნდა იყოს ვერ ხვდები. ანუ ეს კბილისთვის არის რამე. აი, ბიჭო, აგ შეხედე. პირთან აქვს, კბილზე არა აქვს. და ტაქსა და კბილი რატო? ვითომ ჩოთქს გავს მის. ქართველი რო უფრო ვიღაც ქართველმა ვიღაც ქართველმა რა გამოიყვანა ტაქსას ჯიში, რა ვიცი. არა. რა. და კინგ-კონგს რა უქნა? ამერიკაში გამოიყვანა. ეს არის ამერიკაზე წავიდნენ? ხო, უეჭველი რა. ამერიკა ტაქსი და ეგ ტიპი არის ეხა. ტიმონი და პუმბა არ არის, აქ სიმბა და პუმბა არის. სიმბასთან რამე შუაში. საფრთხოდ არავინ არ მახსენდება სკაუსტი. მეფე ლომი. ქართველი სახელად სიმბა ხო? არა.
თანმიმდევრობაც მნიშვნელობა აქვს ჯერ მაგალითად. არა. მე მგონი რომ კბილის ტკივილი არის აქ დახატული. მეც რაღაც ეგეთი მგონია. თან აშკარად აი ამ კბილს პრობლემა აქვს აქეთ თვალის. ნახე იმას დაყეფ, ანუ ახლოს რო. ხო, მაგრამ ვიღაც ქართველი გამოიწურა. ვერავის ვერ ვიტყვიო. აი, ორ ქულიანზე გადავიდეთ. 9-0 იქნება 7-0. აი. დალებდით, რაღაცა არ სასაცილო. დააფიქსირეს. იქ ყველა იცინოდა და მაინტერესებს. სასაცილო რო თქვით ეგაა პრობლემა. არა, არ გაიკეთოთ ჯერ. ხო, მესამე მინიშნება. დაკარგული ვარ ძვა. დავლე უკვე და წყალს ხო ვერ მომიტან. მოგიტან ყავს. მესამე მინიშნება არის ეს. არა, და წყალს ხო ვერ მომიტა. იუტან ყავს. მე როგორი იდეა მომივიდა თავში, წეგან გეტყვით ეგ თუ სწორი პასუხი არა. აი იღეთ და გამქვი, არ არის სწორი პასუხი. გამომართ. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი წყალი. მეფეზე. აი, გიორგი. სასაცილო არის. არა, ჩვენც ვილაპარაკეთ ეგ მეფეები და. აი, შემდეგი მინიშნება, მეგობრებო. დაგუჯული ბურცელი მაგარია. უფრო და უფრო. It's getting worse and worse. ორიგამი არის? 2 გრამი. მოდი, ესე დავდებ და ესე ვქნათ. გედი უნდა შეგვიკრა ორიგამის ახლა, ეგ ხო ფაქტი არის. გედი არა, არა, გედი. ნავი. აუ, ეგ არის. დამიტო. ეგ არის რა. კაი ხარ ჩვენი რაუნდი. ხო. რაღაცა არასწორად გავაკეთე. არა და გამზადებული. ვითხარი რა უნდა იყოს. ოპა. რას აკეთებ? მინიშნებს. Go. ხო ნავია. გაიკეთეთ ყურცასმენები. ვიზიო. აუჩე. აბა თქვენ კენარი ახლა გულკიდან. აუჩე ჩარკვიანს აქვს იმერა ქაღალდის რა ნავი. შუაშია ძაღლი და ბავშვი ვაფშე არაფერი სწავლები. არის. ტაქსას პერიოდი ჯდება. არ ვიცი. ისაც ისევ თქვენ კენ. აუ აზი არა ვარ. წეგან პუმბა ხო არის ეს. და მახსოვს რომ პუმბა რაღაც მომენტში ჭამს ვაშლს რა. და ამ პუმბაზე რო ვფიქრობდი ზუმბა ხო არა. აი ვაფშე აი მაგ წეგან ეგარ მათქვენია. თან ზუმბაზე ესე ჯდება. რომელიღაცა კონცერტზე ეფარა ეს და ისე მერო. ვაშლის გამყიდველოს. ბიჭო არ ვიცი აი. შენი აზრით. ეხლა რო კიდევ შემდეგ მინიშნებას დაველოდოთ. მე მგონია მიზერავი. შეიძლება ერთქულიანი ძალიან ის იყოს უკვე რაღაც. ბიჭო არ ვიცი მე ვხსები. ეს არის ყვირილი რაღაცა სკრიმს გავს ძალიან იმ ნახატს. რა ქვია იმას? რა ქვია იმ ჰოლანდიელ კაცს? ვაფშე არ გავს. როგორ არა სახე არის თვალი არის გაგიჟებული. წვირი გავს გავს. კელები აქ ესე. თვალი გავს. არ ჩანს პროსტა მოჭრილი აქ კელები. რა ქვია მაგ კაცს გეფოძებ გამახსოვს. აჰა მადლობა. არ ქართველი არა. წარმოდგენა. ქაღალდისნავი, აი ქაღალდისნავი. ეხლა რა დავაფიქსირეთ? დრო დააფიქსირო თუ სწორია ცხრით. მომეცდება თუ არასწორია. ფილმიცა. თუ არასწორია, უბრალოდ ვეთიშევით ხო? მიდის. კი. ან ორი ქულას იღებენ ან ისინი, ან ორქულას ერთ აიღებენ ან ერთს რა. თვა ჩარკვიანი. არა. დავიკიდოთ, გადავცეთ. ეს დიარეის სამხალე არის. ხო, ეგრე აწერია. ცნობილი კუჭაშლილი გვინდა ეხა ქართველი. საინტერესოა. მე ამათთან ამეკავშირში ხარ. ეს წამლები. ძალიან დიდი ბოდიში მაყურებლებს ყველას. ვაფშე, მაგრამ ეს ხუმრობა უნდა მეთქვა. აი არ დავაფიქსიროთ, რა ვიცი, არ მართლა. როგორც იწება. აქ ისე ვარ დაკარგული. არ ვაფიქსირებ. სამში, აი გადმოაბრუნეთ და იმის შელონ იმას. მივცე. ჩვენ მოусვენთ მეტალიკას სიამოვნებით ბასტერო პაპეტს. არ დააფიქსირეს. არა. არა, სხვათა შორის არ და ეხლა ხდება დააფიქსირეს და ჩვენს თქვენ ჯელობთ ორი ქულისთვის. ამ ქართველი მეფე რომელიც ნაადრევად ბავშვი იყო და გადმოტრიალე ნაადრევად ბავშვობიდანვე მეფე გახდა, მაგრამ ნავი და ტაქსა რატო? მე ქართველ მეფეს წავედი რომ ვინმეზე ამას ვირო კინგ კონგია, ანუ კინგ რაღაც მომენტში მეფესთან შევასწრებდოს, აქ მეფე ლომი ხატია, მეფე ლომის სცენა ხატია. შეიძლება ესაც რამე მეფე იყოს. ეს მეფე რაღაც თუ კავშირდება. აი ეს არ ვიცი. ამას ვერ ხსება. კაბილთან სიგიჟესთან ხო არ არის რამე. გიჟი მეფე. ეს იყო ახლა გაითვალისწინეთ ორქულიანი ეს არის მინიშნება. ძალიან ახლო მინიშნება. ახლო ეს მინიშნება ეგ. ახალდის გემი.
ნავი თუ გეიმი რა ნავი ან გეიმი მე მგონია ვიღაც ქართული მეფეა კაი ვიღაც აი ეს რო ვიცოდე რა ძალიან კაი იქნება ის არის რა ქვია ტაქსა არ დაგვაუწყეს რა ყველაზე რთული ნიშნება მაგრამ ხო ყველაზე მაგებსაც მიეცეთ ყურადღება ხო რომელი უფრო რთულია რომელი უფრო მარტივი ტაქსა სახელი რამე სახელიდან გამომდინარე სახელის იეროგლიფებიდან ან ასოებიდან ვინმე კონკრეტულზე ხომ არ გიგეს რა ბიჭო რა ვიცი მაგარი იდეა მაქვს ანუ მეფეა აშკარად ტაქსა იმიტომ რომ გრძელი არის და ერეკლება გრძელი ხმალი გქონდა ანუ უეჭველი უნდა დავაფიქსიროთ ანუ ერთი ქულაზე გადადის რომ ერთი ქულიან მინიშნება ხო მე მგონია რომ მართლა ერეკლება უნდა ვთქვათ მაგრამ აი ეს რა ანუ ტაქსა მანუ პროსტა მაშინ უნდა ვთქვათ ქართველი მეფე მაგრამ გრძელი რადგან არის და გრძელი ხმალი რო ქონდა არ ვიცი ეს ჩემი სიგიჟე არის მაგრამ ერეკლება მეორე უნდა ვთქვათ ან ნავი და ამას ვხვდები ეს ყველა ხო არ ყველაზე მარტივია ხო ამათში რაც წარმოგიდგენთ ეს ყველაზე მარტივია ალბათ შეფასებით აი ამას კიდე რა ქვია კაიაკი ქვია ესეთ პატნაოებს კიდე უფრო ერთკაცი ან ორკაცი აუ ეს ვაფშე ეს მარტივი ორიგამია ეს ვერ ხვდები რა ქაღალდის ერეკლემური რამდენი წელს ხო გამოვთათქრობთ რომ ვარ 16 ეგრე კონკრეტული ასე კი არ ვიცი და თქვათ ერეკლემური აზრი არა ხო ერეკლემურს დავაფიქსირებ იტყვით კი ბატონო დააფიქსირეს არ თქვათ ვინ აი ხა ჩვენს უნდა დავაფიქსიროთ თუ როგორ არა არა თქვენ უნდა არა ჩვენ რო არასწორი იქნება ხა თქვენი არ დღით თქვათო და იმიტომ არ უნდა თქვათ რომ არ არის სწორი ეს პასუხი არ არის სწორი ეს ვერსია და თქვენ უნდა მეოთხე მინიშნება წაგიკითხოთ მადლობა მართულად ამებსაც ქართველი არის ძალიან გადმოგიდებთ და წაგიკითხოთ მეორე მინიშნებას მეოთხე მეოთხე მინიშნებას ეს არის ცნობილი ადამიანის მოგონება. დიახ. ჩემს ოჯახში ზოგს ძალიან კარგი სმენა ჰქონდა, ზოგს საერთოდ არა. ამიტომ რაიმეს რომ წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი. ძალიან მინდოდა მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. როცა 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა. თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი. აუ მეფეა მაშინ რა ანუ აი არ ვიცი რა კურსასმენებში შეგიძლიათ აღარ გაიკეთოთ ეს მეფეა ეს შაინი აი ჩარკვიანს ვაფიქსირებთ რა ჯეკ ნიკოლსონი მეგონა ეს იცი ეს მეგონა ჯეკ ნიკოლსონი ჩარკვიანი დავაფიქსიროთ მაგრაგოს მუსიკა არ ვიკეთებს რა თქვინდა ო რავია მეფეა რა მეფე თუ მეფეა მაშინ ნულოვანზევე გამოვიცანით და ნულოვანზევე არ გამოგიცნე მეორე მინიშნებაზე გამოიცან მეფე ხო რა რაცა რა არის ან პასუხი ირაკლი ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანი მე მგონია სწორი და ეს ვისი მოგონებაა მაგ შემთხვევაში ეგ შეიძლება მამამისის ალბათ ხო ეს ხო გელა ჩარკვიანის მოგონება ეს არის ირაკლი ჩარკვიანი ნამდვილად მეფეს უტრიალეთ რამდენი და ეხა ყველაფერი არ გვაქვს ტაქსა ჯდება ნუ გელა ჩარკვიანის მოგონება იყო დროში ქაღალდის ნავი არის ირაკლის ყველაზე ცნობილი სიმღერა მე გადმოვცურა ზღვას რო ვეძახით ჩვენ მაგას ქვია ქაღალდის ნავი სინამდვილეში ისიც არ იყო შემთხვევითი პერფორმანსი მოგიტან წყალს ასევე ძალიან ცნობილი სიმღერა ხო უთხარი წყალს ამას მოგიტან წყალს აი ამას მოგყვაჩელი ასხია თუ არა ამაში მაინტერესებს ხო და სანდრომ მომიტანა წყალი აქ ყველა მეფეა ეს ორივე წყვილმა სწორად შეამჩნიეთ მეფე ლომი კინგ-კონგი და ეს არის ჯგუფი კინგ კრიმსონი თურქსმენია კინგ კრიმსონის ალბომის გარეკანია ნუ ეს რთული იყო უფრო მაგრამ ქვედა ორიც კავშირდებოდა და მთავარი ეს ტაქსა ეგ ირაკლი ჩარკვიანის კარიერის დასაწყისი დაკავშირებულია ორ ქართულ როკ ჯგუფთან ერთი არის საბავშვო მედიცინა ესე children's medicine და მეორე არის ტაქსი დადადიანთან ერთად ტაქსი ერქვა ჯგუფს პირდაპირ და მოკლედ მოდი ირაკლი ჩარკვიანზე ვნახოთ ვიდეო რგოლი 1961 წელს გელა ჩარკვიანის ოჯახში მოგვიანებით მეფის მეტსახელით ცნობილი მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი იბადება. ირაკლი მუსიკალურ კარიერას 1976 წელს ჯგუფ არიშთან ერთად იწყებს, რომელსაც ინდი კოლექტივი ტაქსი მოჰყვება, სადაც დადა დადიანიც უკრავს. ამ უკანასკნელთან ერთად მეფე არაერთ პროექტში მონაწილეობს.
მათგან გამორჩეულია ჯგუფი საბავშვო მედიცინა. მოგვიანებით მუსიკოსის სოლო კარიერას იწყებს და დიდ პოპულარობას იხუჩს სიმღერებით საქართველოს სულს მოგცემ, ორღანის 78 და სხვა. 1994-95 წლებში მუშაობს მუსიკაზე გიორგი შენგელაიას ფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი. გარდა მუსიკისა, ჩარკვიანი წერს ლექსებს და აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს მშვიდი ცურვა. ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარგო ხალხო, ვაგრძელებთ მაძიებელს და დოსიების გამოძიება ამოვწურეთ და გადავდივართ საქმეებზე, ანუ მოვლენები უნდა გამოვიკვლიოთ უკვე მსოფლიოდან თუ საქართველოდან. ამჯერად სამ მოვლენაში ორის უპირატესობა იქნება G2G-ს და კოპალას მხარეს და ავიწყოთ ბარემ. პირველი მინიშნება პირველი საქმისა. ახლა მსოფლიოებია, ხო ჯერ ისე? მსოფლიოებია ისევლე. ისევლე. მიყვარს ეს მინიშნება. ჯერ კიდევ ნერვიულობ. აუ, კარგია, ხო? თუ გამოიცნო მაშინ ჯერ და ალაიქეთ, თორე და გამოიწერეთ ჩვენი არხი რა, თაროსთავის არხი გამოიწერეთ, სხვა საინტერესო პროექტებსაც შემოგთავაზებთ. ხო და აი ეს მინიშნებაც მიყვარს მე. მე და შენ ვარ. ყურსასმენები გაიგეთეთ? რატომ გონია რომ მართლა საბა საპანაძის იმიტაცია არის? კლუს კლან. აი, ეს არის სიაში. ესენი ხო ტყუპები არიან. ეს ვინ არის? ეს 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 არის ამათი ძმა, უბრალოდ ძმა. ძმები. ესენი ტყუპები არიან. საათები უკეთიათ ერთს მწვანე, მეორე ყავისფერი. ეს უბრალოდ ამაზე არ ვიცი ეს. ეს კუკლუს კლანი იმას ვარ თქვა საერთოდ არ ვიცი. მადლობა, კუკლუს კლანი ქვია. ესენიც ძმები არიან, სავარაუდოდ. ინდოელები. მაგიტო თქვი. და ეს ვინ არის? საბა საპანაძე. არა, საბა საპანაძე, ამ ძინახი ძილია. ესენი ძმები არიან, ესენიც ძმები არიან. სოფლიო მოვლენა. აი ეს კუკლუს ბიჭო მე რა მგონია, იცი? შეიძლება ძალიან სისულელეს ვამბობ, მაგრამ ეს ტყუპების შენობების რამე ტერაქტი ხო არ არის? აი ესენი ტყუპები ხო არ არის, მაგრამ ეს ამას ძინავს უბრალოდ. აი ეს პროგრამას просто ძინავს და ეს არის კლანი. ანუ ეს რამე ხო შეიძლება იყოს, აი ისინი ხო ტერორისტები იყვნენ, რაღაც დაჯგუფება იყო რაღაც ტერორისტების, მაგრამ ანუ აქ ტყუპებზე მეტად ძმებზე უფრო აქცენტია. ეს არ იქნებოდა ეს მესამე ეს მაგ რა. ეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ფეხბურთია ნაჩვენები? არ ვიცი, ფეხბურთი ამის გარდა სადმე არის ნაჩვენები. ეს პროზილია ის რა. რავი, ჯერ ერთადერთ აი სოფლიო ისტორიიდან რაღაცა თუ მახსენდება, მართლა აი ტერაქტი მახსენდება, ხო? ტერაქტი ხო? შეიძლება 11 მე მაგ სექტემბერს. აი ეს სოფლიო ჩემპიონატი რით შეიძლება დაკავშირდეს? არაფრით ალბათ. ვიღაც რომელიღაც ქვეყნის ულტრასები არა. ხო, აი შეიძლება. მაგრამ აი ეს კიდე ქართველი საბა საპანაძე. ფეხბურთელი ერთადერთი საბა საპანაძე. და ვიღაცას არის დარჩენილი ფეხბურთელი საბჭოზე. ესენი ვინ არიან? ანუ ძმები არიან რა. ანუ მე მგონია რომ ფეხბურთში ალბათ უნდა გამოვიდეს. დრო გავუვიდეთ. დრო გავიდა შემახსენე. აი არ ვთქვათ, ხო? მაგრამ ეგიდია, ხო. მოიხსენე. კოპალკურსასმენები? რა. ყურსასმენები და ახლა თქვენი დრო დავიდა. ლენგა ჯერჯერობით ძმების გარდა ბევრი რაღაცა ჯდება რა, ბედნიერი ორი არა თეთრი ადამიანი, ანუ ცოტა რასისტულად ჟერს, მაგრამ რა ვქნა, იგივე უნდა ვიფიქრო, იმიტომ რომ ეს ასკარად კუკლუს. ჯდება რას ნიშნავს? ეს რაღაც ანუ ეს ფიქრობს, რომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკაში, როდესაც ფერადკანიანების უფლებები ისქნეს, შეიძლება იქ იყოს რა. მაგაზე ვფიქრობ. აი უბრალოდ მიტოვებას რომ მიუხვდეთ ჩვენს ეგ სიტყვა ზე რო იწყება, ხო არ არის რასისტული, თქვენ მითხარით, რომ გამოვიტანოთ თუ არა რა. მეც არ მე არ მგონია მე არ მიმაჩნია, მაგრამ მეც არ მიმაჩნია რასისტულად რა, მაგრამ ფერადკანიანი ადამიანი შვიდად ძინავს და ორი ფერადკანიანი ადამიანი ისა ბედნიერები არიან და ეს კუკლუს კლანი არიან და ეს ძმები არიან. და აი ძმები რა შუაში არის, მაგას ვერ ვაკავშირებ მაგ ფაქტთან პროსტა. მარტინ ლუთერ კინგი რო იყოს ამის მერეს, რას შემიცვლეს, ვაფშე არაფერს არ შემიცვლეს. შეიძლება ეგ არ იყოს მაშინ. მე ნახე როგორ ესენიც ემიგრაციაში იყვნენ სამივე. ანუ სპორტის კუთხით. ფეხბურთთან Black Lives Matter-ი ხო არ არის? Black Lives Matter-ი ხო არ არის?
ეს არის კუკლუს კლანი. კუკლუს კლანი იყო ხალხი სპეციალურად დაკომპლექტებული, რომ სპეციალურად არც ისე თეთრ ადამიანებს დაძლებდნენ და კარგად არეკცევდნენ. ცოტათი მაინც არა თეთრ ო, აი. ჩვენ მაგალითად რუხ ადამიანებსაც. ანუ მე ნახე რაღაცა მიმდინარეობას მივყვები რა, მარტო არის, ორნი არიან, სამნი არიან და ბევრნი არიან. ნახე, სამი ფეხბურთელი არის. სამივე ფეხბურთელები იყვნენ. სამივე ფეხბურთელი იყო, სამივე შემოივლოს ჩემი თავი, განსაკუთრებით შოთა ეს არის. აქეთ არის. ეს არის. ხოჩა. მე ცნობ. კუკლუს კლანი ეგ მაგასთან ასოცირებას გიჩვენებს, შვიდად ძინავს. თამამად ვიტყვი ზანგკაც, მე მგონია რომ არ არის ასეთული სიტყვა, მე-12 საუკუნეში N-word ხო ეძახიან, ჩვენ შეგვიძლია Z სიტყვა დავუდგინოთ. არ არის ჩვენთან, ჩვენ არ ვართ რასისტები რა, არის ერი არ ვართ. აი, მოიცა, ნუ მაგრამ ესენი ინდუსები რო არიან, ეგ ხო არ შეიძლება რამე იყოს. იმას რატო ძინავს შვიდად? მე საერთოდ არ მგონია რომ რასასთან რამე კავშირში. ყველაფერი მანდეთ მიმდის მე, იმიტომ რომ ისინი რაშუაში არიან? ზევით თეთრი. ხო და ფეხბურთში იყო ეგეთი ისა Black Lives Matter-ის გამო მუხლებს იდრექტნენ ყველა თამაშის წინ პრემიერ ლიგაში. ამის შემდეგ ვილფრიდ ზახას სურათი თუ ამოვა, აუცილებლად ვიტყვი მაგას, მაგრამ არ ამოვა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იქნება ჩემთვის. მე მგონი ამაზე არაფერად გარისკოს. არა, ჯერ ვერ გავრისკავთ. კაი, ხო არ გადავიდეთ მე სამი. ის ხუმრობა უნდა თქვა, აქ ინდუსებთან აქ ლიფტი რო ყოფილიყო, თქო, მქონდა ჩემი იდეა თქო რა. ეგ ვიდეო თუ არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ აუცილებლად რეკომენდაციას უწევთ. კი. აი, გავიკეთებთ. აუი, არა. კაი, მოიხსენით? აუ. უპასუხე? არა, არაფერი არ უპასუხეს და შესაბამისად მეორე მინიშნება უნდა ვნახოთ, ეს არის ვიდეო რგოლი. შეგიძლიათ 4-ვე ერთად ვნახოთ ჩვენს მონიტორზე და ოღონდ მე კოპალა და G2G დაიწყებენ ფიქრს პირველები. This is for everyone, მე მგონი ეგ წერია. ეგ არის. და ანუ არ შეგწლია. ჩემი. კაი იდეა მაქვს მე რა. შემდეგზე გავრისკოთ. გაიკეთეთ ყურსასმენები. მოკლედ რა. ანუ ჩვენ ბოლოს ხვედით სოფლიო ჩემპიონატზე რა, შესაბამისად სოფლიო ჩემპიონატზე მიყვანა. ანუ კუკლუს კლანი თუ ამერიკული არის, წელს ვიცით რომ ამერიკაში უნდა იყოს სოფლიო ჩემპიონატი რა, ერთი ეგაა რა. მაგრამ თუ მაინც და მაინც ფეხბურთი იქ რო დღეა ჩვენთან ღამე იქნება ძილი მაგრამ მე მგონი 2 საათზე იწყება თამაშები. არ ვიცი. ამათ რა უნდა? შეიძლება ხო აი ეს შემატკივრებია პროსტა რა. არა აი მაგრამ ფეხბურთის რო კავშირია იქ რაღაცა მექსიკასთან არის ლაპარაკი. ეს მე მგონი რა. გახსნა არის რაღაც რომელიღაც დიდი ჩემპიონატი ან ევროპის ან სოფლიოსი ან თითქოს რა ის პირამიდები არის თითქოს. ხო და მექსიკაა? მექსიკური ვაიბს ატარებს რაღაცნაირად არ ვიცი რა. ანუ ჯერ ხო არ ყოფილა გახსნა. აი მე შეიძლება ის არის. არ ვიცი რატომ რჩება მაგ ასოციაცია, მაგრამ რომელიც სტადიონია ეს გახსნა არ არის, ეს არის რეპეტიცია. ხალხი არ არის? ეს ასე არა. აკვირდით კარგად? არის, მაგრამ ეგ არ არის რომ ხალხი. მე მგონი პროსტა ის არის. არა, ხალხი არის, ფლეშლაითები აქვს დაფებულები. კაი, იყოს, მაგრამ ამაზე კარგი იდეა ვერ გვექნება რა. სოფლიო ჩემპიონატი არის მოვლენა. თან იწყება 11-ში. და ურხულიანი იმდენად მარტივია რომ შეიძლება მარტივია. შეიძლება ეს ამის გარეშეც მაგას უპასუხებდი. ანუ უბრალოდ ამან გამომირიცხა ის რომ თუმბებთან არაფერ შუაში არ უნდა იყოს და ანუ ფეხბურთიო, ამერიკაო, ფეხბურთი ამერიკა, აი ეს აი ზედა ორი უფრო კავშირში არის ფეხბურთთან და ამერიკასთან, ეს ქვედა ორი. ბიჭო, ესენი ეს გულშემატკივრები არის. მე მგონი ეს დაგენერირებული ფოტო არის. რატო 4 არ არის კითხვის დაგენერირებული. გადაღებული ფოტოა? ამოჭრილი. ძილი დასვენება ფეხბურთი. აუ აზრზე არა. კარჯობია. აი ეს რაღაცა შენობა რა არის ეს შენობა რა. აუ გაფორმება this is for everyone. ხო და ფეხბურთია ყველასთვის რა. ფეხბურთი როა გასაგებია, მაგრამ this is for ანუ სოფლიო ჩემპიონატი არის, სოფლიო ჩემპიონატის ის არის, რომ this is for everyone. მარტო სოფლიო ჩემპიონატი არის ყველასთვის. ევროპის ჩემპიონატი რო იყოს this is for everyone არის წერებული. არა, ხო და ანუ რომელიღაცა სოფლიო ჩემპიონატია და თქვა არ დავთმოთ ეს ხა რა. ხო და ვაფიქსირებ ჩვენ რა. ნამდვილად? ხო, უეჭველი ამაზე. არა, არა, ის ასაგები გვაქვს რა. კარჯობია რო ორიანს დაელოდოთ. არა. კი. შეთანხმდით რამით? არ არსებობს მე ხა მაგის მეტი, ვიცი. როგორც არ დაველოდოთ?
მისაღები პასუხია? რა? ამ ჩვენ რასაც ვამბობ? რამე და კონკრეტულად შეიძლება წელი არ მითხრათ. ხო. მაგრამ თუ მსოფლიო ჩემპიონატზე იქნებოდა შეკითხვა ესე და მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. ესეთ ფორმულირებას ხო, აი ეგეთი შეიძლება. ხო, უეჭველი, მაგას ვაფიქრე. რაღაცა დაკონკრეტება დასჭირდებოდა, რომ იყოს მსოფლიო ჩემპიონატზე შეკითხვა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. არა, მომავალი არ იქნება ბიჭო, ამერიკაში, ანუ ამერიკაში რო ტარდება ეგ არის ბაზარი. ისტორიული მოვლენა აწყუზე მაინც უნდა იყოს, ანუ მომავალში ისტორიული მოვლენა არის, რომ ჩატარდება ამერიკაში. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი. ნუ, ანუ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი, ასე ვთქვათ. არ არის. აფიქსირებთ. დიახ. დაფიქსირეს საკუთარი ვერსია. კაი, კამათი დისკუსია გამოგვივიდა ამასობაში. არ არის ეს სწორი პასუხი. გამოეთიშნენ შესაბამისად და სამქულიანზე თქვენი მსჯელობის დროა, თქვენ არ გიმსჯელიათ ამ ვიდეოზე. დიახ, ჩვენ გიმსჯელეთ კარგად. ამასობაში შენ სახლს იძახი, ხო, ეგ ადგილი გავს Big Ben-ს, უკან იქ. ეს გავს ეს სტადიონი გავს Wembley-ს. ბიჭო, ძალიან ბევრი მინიშნება მიდის იმისკენ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს Black Lives Matter-ი რა, ჩემთვის ეგრეა. ყოველ შემთხვევაში, ოღონდ საფეხბურთო კუთხით უყურებ რა. ანუ ფეხბურთელები ჯდება, შვიდად მწოლიარე არც ისე თეთრი ადამიანი ჯდება. როგორ არ ჯდება? აი ჯიმი ფლოიდს კითხე. დაგვიმტკიცე. ბიჭო, ამ კუკლუს კლანთან ეს ვერ იძინებს და ამას ძინავს. ესე იგი რაღაცა პრობლემა არის მოგვარებული. არველაძეებს ღვიძავთ. არველაძეებს რატო ღვიძავთ ეგ ვერ ხვდები რა. მაგრამ ეხლა ხო შეგვიძლია რომ გავპასოთ საერთოდ. გავპასო და სხვა მინიშნება ვნახო. ხო, არა ეს საკმარისი ჩემთვის რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ აი იმ მომენტში ეს კონცერტი თუ რაღაც რაც იმართებოდა, რაღაცა ხდებოდა პარალელურად აი ეს ჰოლოგრამაც, სახლიც და წარწერაც მაგის საპატიოსაცმელოდ არის რა. არ არის Big Ben. ხო, მაგრამ ჩემი ტვინი მაინც Black Lives Matter-ი არის, ამიტომ მოდი სხვა მინიშნებასაც არ აფიქსირებ. არა, არც ვფიქრობ. თუ არ აფიქსირებთ, მაშინ მეგობრებო, ორქულიანი, ანუ მესამე მინიშნება უკვე პირდაპირ თქვენთვის ამ შემთხვევაში. ვილფრიდ ზაჰას ველოდები, ფეხზე მდგარს. ესე. აქედან შემოვიდე ასე დაიწყო. თქვენც რა მნიშვნელობა აქვს? იმათ არა. რამე იდეა გქონდა? დედამიწა. მე ისევ იმაზე ვფიქრობ. ის მგონია სწორი. რაზე უხეს რა არა. და იმას რომ უნდა ვიკამათოთ მაგას აი რომ მეტყვის რომ ეგ არ არის სწორი ეს არის სწორი. აბა ეს ქსელებია. ანტარქტიდა რო მაიცა. არა, ეს არის ეს რა ადგილი არის სპეციალურად რა ქსელი. ხე ხედავ რაღაც ანუ. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა დიდება უფალს. აქ ობობის ქსელი რატომ მგონია გარშემო? ბიჭო, დედამიწა. რამე სხვა პრობლემა ხო არ არის, რაღაცა პრობლემა ხო არ არის. მოვლენას აღარ გავს ეს. ეს არის პრობლემა უკვე ჩემთვის. ანუ ეს არის კარიბიანი არის. აი მენა კარიბიანის ადგილი არის რა. რაღაცა ნიუ-იორკი რომ ხარესა იქით ათლა. აქეთ არის ხო? ის სადღაც მანდ არის, მაგრამ აქ არის ეს ჰონდურასები, ჰაიტები. აი რაღაცა ეხება ამერიკას. ჰაიტიში რო იყო რაღაცა დიდი ცუნამი, ეგ ხო არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დაახლოებით მანდ არის ჰაიტი წესი. This is for everyone და ამას რო ძინავს და ისინი რო კატაობენ. რასისტულად ჟღერს რა. არველაძეები აშუაში არის. არ ვიცი, no to racism ხო არა. პროსტა. არა, გიორგი. ნუ მეჩხუბები. ჩაკის ხო არა. მე მგონი ეხაც არ ვაპირებთ პასუხის გაცემას რა. არა, ერთიანი. ხო, ერთიანი ის გვირჩევია რა. აი, რა ვიცი, მაყურებლებო, თქვენ თუ ამით მისწრებოდით, გლობალური დათბობა. ეხა ეგრო იყოს. აი, არველაძებმა რა დაატყდეს რომ მითხრა. მე მეტყვი სამათმა რა თქვეს. ხო, ჯაგჟით. ბოლო მინიშნება. აი, ლეჩი. შენ ისევის არასწორი გგონია? გადავიღოთ ბოლო მინიშნება, ერთქულიანი. ინტერნეტის შექმნა არის და თქვენ www-ა რა. Let's share what we know რა. ბიჭო, ერთ პერიოდი ფიქრობდი ის მაიკლ ჯექსონმა რო ის სიმღერა ჩაწერა. We are the world. ეს ხო არ არის თქო. აბა რა ხდება? პროსტა ეს ბარემ ჩარჩა. ინტერნეტის შექმნასთან, აი, ყველაფერი. ინტერნეტის შექმნა აი, არ ეს ჯდება, სოფლიოში ქსელი ჯდება. This is for everyone, internet is for everyone, თუ რა არის for everyone? რაღაცა ის გვიშლის, ხო? ბიჭო, აი ეგ მიშლის, ხო, ეგ აბა რა ვიცი, არ ვიცი.
ესენი მარტივი მაინც და მარტივია. ნუ ანუ ბოლო ანუ ისეთი არაფერია რომ ეგ არც ვიცოდითო თქვა. რამე გაქვს? რავი, ინტერნეტის შექმნა მეცვაჩადე რა. მე მაგას ვიკროს მომიდი. ეგ გაქვს რა თქვა მე? ეს ძალიან წარიქნება. ინტერნეტის შექმნა იყოს იმის გამო. ანუ არ არის ინტერნეტის შენ თქვი. უკეთესი ვარიანტი აიღე და თქვი. ნახევარი ქულა გამოვუშვით. ხო, რაც გაპასუხე უნდა. ინტერნეტის შექმნა იყოს რა ესე პროსტა. ეს სწორი პასუხია მეგობრებო. მართლა? ბიჭო მე პროსტა აქედან ამიხსენ. არა, ის არის. აი ეს რომ ამიხსნათ ინდოელები არიან და ინდოეთში შეიყვანეს ინტერნეტი. და ამას რო ძინავს ვის ძინავს? მე აგიხსნათ. აი, უეჭველი მჭირდება ახლა ახსნა. პასუხი გამოიცანი და არ მიხარ. ეს გასაგებია, ეგ მარტივია, www. ესეც მარტივია. ეს არის World Wide Web. ხო, მართლა დედამიწაზე შემოხვეული. ეს მართლა ვემბლია. ეს მართლა Wembley და მართლა W-სპონჩი იყო? არა. აქ ჩანს Wembley-ზე ლონდონის ოლიმპიადის გახსნა არის 2012-ში, რომელზეც ეს წარმოდგენა მიუძღვნეს ტიმ ბერნერს-ლის ვინც ინტერნეტის შექმნა. პირველ კადრებს თუ დააკვირდებოდით, ძალიან ძველ კომპიუტერთან კლავიატურასთან ზის ადამიანი და აი დაახლოებით ისცენირება არის დედამიწის შავი. იქ არის რაღაც კავშირგაბმულობები, რაღაც და ეხლა თავარი. ეგ არის ყველაზე საინტერესო. საბა საპანაძე რატო არის ყველაზე მეტად დაგაბნიათ. კუკლუქს კლანი, როგორ იწერება ხოლმე? კუკლუს კლან. ანუ KKK. KKK სამი წყვილი. AAA სამი არველაძე არის წარმოდგენილი. კაი, მაგორს მაინც ვერ ხვდები. ძილს როგორ აღნიშნავენ ხოლმე? Z და ეს უბრალოდ არ გეცნოთ, ოსკაროსანი ინდური ფილმი არის RRR ქვია, ამ ფილმს RRR. ეხლა ხან საიღო www და ანუ სამასოიანი აბრევიატურები თქვათ რომ გაგეშიფრათ. ნუ ბევრი არ გახსენდება ეგეთი რა. პასუხი მაგაზე, აი რაც პირველი მოვიფიქრე, Black Lives Matter-ს მაგრაჯდება. არა ეს დაართული იყო რა. მე არ ვფიქრობ ლოგიკური იყო. ამითი რთული. მოდის იყო ეგ მოვლენა. მაგითი კი არა. ახსნის შემდეგ ლოგიკური არის, მაგრამ WWW-ი არის რთული. ჩვენ მე ვარ თავი ტყუპების ტერაქტი მეგონა რა ინტერნეტის შექმნა. კარგად მივდივართ. რა მომავალი. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლში ტიმ ბერნერს-ლის და World Wide Web-ის ისტორია. 1989 წელს CERN-ში მუშაობისას ბრიტანელი კომპიუტერული მეცნიერი ტიმ ბერნერს-ლი მსოფლიო აბლაბუდას World Wide Web-ს ქმნის. მის პირველდელ ფუნქციას უმკვლევრებს შორის ინფორმაციის ინტერნეტით გაზიარების გამარტივება წარმოადგენს. ბერნერს-ლი აყალიბებს ქსელის სხვა ძირითად ტექნოლოგიებსაც, როგორებიცაა HTML და HTTP. 1991 წლის აგვისტოში ეშვება საყოველთაო მოხმარების პირველი ვებსაიტი. ტიმ ბერნერს-ლი ხვდება, რომ მის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას დიდი მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ კი მას დაპატენტების ნაცვლად საზოგადოებრივ დომენად დატოვებს. მეცნიერის ეს გადაწყვეტილება პროტოკოლის ფართო გავრცელებას და მსოფლიო მასშტაბით წამყვან ტექნოლოგიად დამკვიდრებას უწყობს ხელს. გავაგრძელოთ მეგობრებო, ორი საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი და ამჯერად ლენკასკენ და ელუშასკენ იქნება ფიქრის უპირატესობა, რომელსაც როგორც ამას ადრევე ეძახდით ხოლმე. შენ რო დაგვიწყო. ხო არ გაცვლით. არა. კაი, ნახოთ პირველი მინიშნება. არა, მე მომწონს ეხლაც მომწონს ეგ პასუხი. რომელი? სოფლიო ჩემპიონატი? აქვს ბიჭო, ქონდა ტრიანური იყო, ხო? ლოგიკა. ამერიკასთან რო იყურებოდა ეს ქსელები. მაგამდე დავაფიქსირე. პირველი მინიშნება რომელიღაცა კუნძული, Cook Island. ავსტრალიას. შეგიძლიათ გაიგეთოთ? ჯეიმს კუკი რომ მოქაქეს ეგაა. ჯეიმს კუკი რომ ჭამეს. ჯეიმს კუკის ჭმა. იმიტომ რომ მოვლენას ვიძიებ. მოვლენა, კი, სოფლიო ისე. ჯეიმს კუკის ჭამა. ხო ყველა ეგ არ არის, უკაიცი, ხო, გიორგი. სოფლიო მოვლენა, ეგ ერთი ადამიანის მოვლენა უკვე. არა, ანუ შეიძლება იყოს Cook Island-ელი. Cook Island-ია, მართლა? ხო, მართლა Cook Island-ია, როგორც მახსოვს. აქ რა წერია? არა, ვერ ვხედავ. მაგრამ როგორც მახსოვს, ეს არის Cook Island. ნუ ყოველ შემთხვევაში სამხრეთ სამხრეთ ნახევარსფეროში რომელიღაცა ერთ-ერთი იმის აი ზელანდია ავსტრალიისკენ კუნძულებიდან ერთ-ერთი არის რა. ბევრს არაფერს არ გვაქვს. ზელანდია ავსტრალიის. იმიტომ რომ ბრიტანეთის კოლონია კუნძულები მარტო მანდეთ ხარეს არის.
ესეთი რუკების გამო თუ გონია რომ იქით არის იქ ავსტრალიის რუკა არის პატარა ავსტრალიაც ესეთია, ზელანდიაც ესეთი არის, კიდე არის ბევრი ეგეთი ქვეყანა. ფიჯიც ესეთია. არა, გიორგი, ავსტრალიის რუკა არის მაგათი რუკებზე პატარა და სხვა რაღაცები. არა, პატარა. ბრიტანეთის დროშა არის და არა. ავსტრალიინობას ნუ გამოვიწევთ კონფლიქტს. ავსტრალიის დროშა როგორია, ელენე, თუ გახსოვს? არა, აქვს მნიშვნელობა, ბრიტანეთზე ვსაუბრობთ ახლა. კაცი მე მგონია რომ ჯეიმს კუკის ჭამა არ არის დიდი მოვლენა. გაჩნია ვისთვის? პაპუასებიც ასე მიჩნევს. დაუნდა კაც შევჭამ. მე მგონია რომ ერთ-ერთმა პაპუასმა ის თქვა რომ კუკი იყავ და კუკად იქეცა. კუკად იქეცა. კი. სადის ბოდიში მაყურებელ და კიდე ერთხელ იმედი ამოჭრით. ხო რა, არ ვიცი. ამითი ვერაფერს ვერ. მე მეორემ შეაგონა რომ შენო ძალიან კაკიჭამე. კაი. ეს არის კუკაილენდი, ეგრე მახსოვს. კარგი. აპირებთ რომ 4-იანზე დააფიქსიროთ? არა. არა. ისინი ვერ მიხვდებიან შანსზე არა. კუკის ჭამა რო იყოს რაღაცა დიდი მოვლენა, აი ბოსტონის ჩაის მასავით მოვლენა რო იყოს, რომ აი ბევრი კუკი რო ეჭამა. ყოველწლიურად რო აღნიშნავდეთ კუკის ჭამა. მაშინ გავიგე, მაშინ კიდე შეიძლება დაფიქსირება. ეს რუკა გადავცეთ, ვერაფერს ვერ მიხვდებიან. და მეორე მენიშნება ჩვენთან მოვა. ხო, წესი. რობოტი. აბა, არა. პასუხი რა მე უკვე როგორ ხუთიდან ერთ-ერთი რა. მაგრამ ბრიტანეთთან მოვლენაზე არის რაღაც ამი კონკრეტული მოვლენა უნდა მოშედავოს, მაგრამ არ ვიცი, მით გერბებში ეს გასაგები ამ გერბით ვერაფერს ვერ გავიგებ. იმიტომ რომ არ ვიცი ეს გერბი. მაქსიმუმ შევხედოთ რომ გემია, მაგრამ ვიკინგების გემს არ გავს. სხვარიც რო გითხრა რომ სხვარით რაღაცა მოხსენდება და გემით არ ვიცი. ეს ლურჯი და თეთრი სიმბოლოები თქვენს და ბალახზე დგას აშკარად, ბალახის იმიტაცია. ბიჭო, ვიკინგებზე მივიდიო, ერთადერთი მე მომავალ ვიკინგს. თუ არ დანებდებით ამ ნიშნებას და მესამეს დროს გავდელობ. სამქულიანს. აბა, ისინი ხო ფიქრობენ ხა და ამ ნიშნებით ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ. დაჟე მსჯელობენ რაღაცებს. ხო და ამიტომ ერთადერთი ეგ არის რა. სად რაღაც მეორე ვინიშნება უნდა სამოხო, მოხდეს. ანუ რამე გახსენდება, სადაც აი მაგასაც სხვას აღვერთებენ, აი როგორც ინდოეთში ძროხას. არ ვიცი. აი სხვარი რო ყავდეთ რაღაც აღვერთებული. არ ვიცი, თურქეთთან აღერთვაში არ იქნება და 100% დარწმუნებული ვარ. არც კიდე ვინ არის, აი სხვა ის ღურზე არის იმათი. არ ვიცი, ვნებდებით, მოდი დავნებდეთ. ამ ნიშნებით ჩვენ შორს ვერ წავალთ. მაქსიმუმ ეს საბურთალობთ. აი, წავიდე აქ მეტი არ. Back in black. მოიხსენით ყურსასმენები მეგობრებო და მეორე მინიშნება რომელიც ამ შემთხვევაში სამქულიანი. რა ვქნა. აბა, აი, ის არის. ადამიანის დაბადება. როჟე. კი, ეგ ადამიანის დაბადება. ოი, რატო? რატო ეუბნებით ერთმანეთს? აი ამ ეს ყველა. ეს ყველა. აი, ყურსასმენები. უფრო თამამად გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები. ხო, მაგრამ ეს თითი კიდე რამე სხვა შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა მითითებასავით ხო არ არის. მე მგონია რომ კოლონიზაციის დაწყება შეიძლება იყოს ბრიტანეთმა რომ კოლონიზაციები დაიწყო ეგ პერიოდი ხო შეიძლება იყოს. მოვლენაში ხო შეიძლება ჩაითვალოს როგორც მინიმუმ რა. ხო, არა, რა თეორიულად რა თქმა უნდა. ბრიტანეთის კუნძულია. კოლონიების გათავისუფლება. არა, ეს ძალიან დამსჯელი თითი არის ახლა ხმე. არ მგონი რომ მიმათითებელია უბრალოდ. რაზე? ხაცა მოვლენა. ახლა დანკინის ყავაზე არის მიმათითებელი ამ ეტაპზე და მარტო ეს იღლიის ნაწილი რატო არის მე ეგეც მაინტერესებს. ან თლიანში რაღაცა პრობლემა იყო. აი ზუსტად. ეს ხო არ არის. ბრიტანეთის კოლონია. ხო, ჩემი აზრით კუკის აილენდი. ოღონდ აღარ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ვფიქრობდი ყველა დროს და მოიწყდა. ეს სხვა ხო არა.
შეიძლება იყოს მართლა. ის ხო არ არის კიდობნის აშენებისკენ მითითება ხო არ არის, იმიტომ რომ ეგენი, აი ნახე გემია აქაც. და კიდობნის აშენებისკენ მითითება, ეს კიდობნის აშენება ისტორიულ მოვლენაში არა, მაგრამ რელიგიურ მოვლენაში ხო შეიძლება ისტორიაში ხო გადის რა. просто იქ რა წერია? რაღაცა აქ წერია the right წერია და აქ წერია არის, ხო? right? ხო. R I G H T. ხო. აქ რაღაცა ნ ერთი ორივე ერთი და იგივე ასო არის მე მგონი. Pushing boots. ვაჰ, ძალიან ბევრი საფიქრალი არის. Просто ეს ადგილი კონკრეტულად რატო არის ესე რა? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რა კიდობნის აშენება ნორმალი. შეიძლება ვაფშე ტიტანიკის აშენება, ტიტანიკი ხო შეიძლება იყოს თუ კიდობანზე მიხვალ. და ეს რა შუაში? აი მე კი დამოვიწყდა ამის. არ ვიცი, დამოვიწყდა. ხა უკვე ლოგიკურად ალბათ გავიდოდა. ხო, წესი უნდა გასულიყო რა, მაინც შორს ვართ და შეჯობით გავპასოთ. არა, დავაფიქსირე. მადლობა ბატონო, ჩე. გავიძდები ახლა მე. გაპასეს? გაპასეს, არაფერი არ დააფიქსირეს და თქვენ არის ეგ. ესეც დაფიქსირებული. აი, აბა, ეს ფოტო ხო გახს, მოიცა ამაზე აქ ხო რა მენიშნე უფრო ვიჯერა და ამასავალი. ეს ვაფშე ხო და არ არის. იგი არა. ასაგებია. აბა, რაღაცებს ინიშნავდით, იწერდით, ჯელავდით, რა იყო ხო არ გეტყვით. ნუ ეს არის ფოტოზე არის ადამიანის დაბადება ხო როგორც ახსენე. ნებისმიერი ეპოქის ნებისმიერი სფეროდან ამ მნიშვნელოვანი ფოტოს აშკარად მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ კონკრეტულად ამაზე არის გაკეთებული. საქართველოზე არის? არა. გამოშველი. ეს თითქმის სირისკიანს არის გაშველი, მაგრამ აშკარად არ აქვს მნიშვნელობა. კონკრეტულად ამ ხელია რა. შეიძლება ადამიანის დაბადება საერთოდ არაფერში შუაში იყოს და კონკრეტულად მართულებაზე იყოს მნიშვნელოვანი რაღაც. კაროჩი, ამერიკის აღმოჩენა. ადამიანის დაბადება შუაში ამერიკის აღმოჩენა. შეიძლება პირდაპირ ეგ არ არის რა და პროსტა მითითება არის, ხე? და რას უთითებს? მითითებს რა აქ არის. ამერიკა. ეს საჩვენებელი თითი აქვს. ეხა ისეთი მარტივი რაღაც ამოვა, რომ ისინი უპასუხებენ. ხო, ანუ საჩვენებელი თითი აქვს გაშვერილი. იქ ნახატი ფაქტია რომ გახსოვთ. ხო, ნახატი მახსოვს რა. ორივემ რა ამერიკის აღმოჩენა, ვერ გინდები. ნახატიდან ეს კადრია ამოჭრილი. აფიქსირებთ რამე? არა, ჯერ დრო ხო არის. ხო, არა, არის დრო. ჯო ამერიკა ამას ვერანაირად ვერ ვაკავშირებ ამ ამერიკას. შენ უფრო ვიკინგებმა რადგან 500 წლით ადრე აღმოაჩინეს ამერიკა. აჰა. და ვიკინგები რა, ანუ ვიკინგების გემიც არ არის. არა აქვს. სხვა როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის მნიშვნელობა აქვს. ამის garaže ეს არაფერს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბიჭო, უპირატესობა არ გვაქვს. ამაში არა, ხო, ორიანი მათთან მივა. მე უბრალოდ გქონია რომ ამერიკის აღმოჩენას რო იყვე, ჩვენ ყურსასმენებს აღარასდროს აღარ გავიგებთ. ისე მუსიკის მოსასმენად. მაქსიმუმ მუსიკასაც ვეღარ მოვუსმენ მერე და შეიძლება ასოც ფსიქოლოგიურად გაგახსენდეს ხო? რა უნდა იკაითო რითმოს აგე. 9. დრო ცოტა რჩება. ანუ თითით საჩვენებელი თითით რაღაცის მინიშნება არის რა. გავიდა დრო. რო გავიდი, ხო. ანუ თუ ვინ ამბასუხეთ. მე ავის, აი თავის დროს ხანდაკება თქვი შეიძლება სწორი. არა ვიცი. თუ აი თუ მინდა თქვი, მართლა. თუნდაც მოიცადეთ და მე მინდა რომ მოვიცადოთ, იმიტომ რომ ამერიკის აღმოჩენა საერთოდ ორქულიანზეც ვერ გამოიცნო, ხო არის შანსი, წეგანაც ეგრე იყო. წესი სტრატეგიულად უნდა ვთქვათ. სტრატეგიულად ჯობია. სტრატეგიულად თქვი, ოღონდ ამერიკის აღმოჩენის მერე და ნებისმიერი რა. არ არის ამერიკის აღმოჩენა. კაი, გავატარეთ. გავატარეთ. მომავალია ახალი ამერიკის არ დააფიქსირეს. არ დააფიქსირეს. მაქვს მაგარი ვარიანტი. დიდი კამათის შემდგომ არ თქვა, იმიტომ რომ თამაში არიან ისევ და მესამე მინიშნება არის ვიდეო მინიშნება, მეგობრებო. შეგვიძლია ვნახოთ ეგ ვიდეო მინიშნება. კი, აუცილებლად ეგაა რაც სათქო. კალათბურთის ბურთი ჩააგდო ფეხით. ყურსასმენები პირდაპირ პასუხზე მიდიხარ? არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ უნდა წავიდე, მაგრამ ეს რაზეა, ბამ? რა მითხარე? უყურე მე მეშლება ყოველთვის ბრიტანეთის კოლონიზირებული ქვეყნების დროშები. აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება არა კუკის აილენდი, არამედ იყოს ფოლკლენდის აილენდი. ეს თუ ფოლკლენდის აილენდია და ეს თუ Hand of God-ი არის, მაშინ მარადონა არის. სწორი პასუხი, როცა მარადონამ ხელით გაუტანა ინგლისს 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც ძალიან შესაძლებელი არის, იმიტომ
იმიტომ რომ უდიდესი მოვლენა არის. 86-ში რო ომი ქონდა. ერთმანეთში მაგით ომი ოიზახი. ქონდათ, ინგლისი, არგენტინა. ბიჭო, აბა ეს რა არის? ანუ ეს არის სამქულიანი ჩააგდო. You know what? უყურე წესების არ დაცვით ჩააგდო კალათბურთის ბურთი, კალათბურთის იმაში, ფარში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვთქვა. აი, დააფიქსირო. ახლა იგებ ფიქრობ? ყოფილი? ხო, ძალიან ლოგიკურად ახსენ, დამაჯერებელი არგუმენტი იყო. მოდი, იყოს მაშინ დიეგო მარადონას გოლი ინგლისის კარებში. ანუ დააფიქსირე. Yep. თან ამ ჟესტებს ხედავს მეტოქე. არ არის პრობლემა. კი, არ ეს მის, მაგრამ ხო, მაგრამ კალათბურთი არის და ელემენტარია. აფიქსირებ. კი, ეგრე მგონია რა. არ არის. დააფიქსირა. აბა, ვინდა რა დააფიქსირე? თავისი ვერსია. და ეს თუ არის არასწორი ვარ. რომ არ დააფიქსირებინა სავარაუდოდ თქვენ აიღებდით ამ კითხვას, იმიტომ რომ სწორად ეწერა. ხო. თითოჯის რა. ღმერთის ხელზე იყო ხო აშკარად? ნამდვილად ადამის დაბადებაში ჩვენ ამოვჭერით ზუსტად ღმერთის ხელი. ხო, ღმერთის ხელი. ამ ნახატზე ღმერთის ხელი ამოვჭერით. აი იქ რა იყო. ფეხით აგდებს კალათბურთის ბურთს კალათში. ხელით რო აგდებს კარებში. ფეხბურთის ბურთს იტანს ხელით კარებში, წერან როდის გითხარი ეგ. ეს ფოლკლენდის კუნძულების დროშა ნამდვილად დროშები ზუსტად ომი ჰქონდათ მაშინ არგენტინას და ინგლისს და აქ თუ დააკვირდებით, აქეთ ბრიტანეთის დროშა და ეს არგენტინის დროშის ფერებში არის აქეთ მხარეს. ფიჯის დროს ეგეთია პროცესი ცისფერი. ეს იყო ბოლო მინიშნება ამ გოლის ნახე და გეტყვი. ეს უცებ მეგონა იგის ლოგო კარჩხალზე. როგორ გაიტანა ეს გოლი მოკლედ უი, კრანჩაძის იმას კი კარჩხალზე იგის არ გავს უცებ. კი, მაგრამ ანუ რო დააკვირდები, აი მიდის და კარში გადის. ეს ხოჭახ. მოდი ნახოთ ეს ძალიან მომაყობ. ჩემთვის საძულველი მოვლენა ისტორიაში. ინგლისის გულშემატკივარი. კი, ასეა ნამდვილად. აი, როგორ ეტყოით, მაგრამ ჩაკოთკა. გავიხსენოთ, დიდებული მოვლენაა ფეხბურთის გულშემატკივრობის. ფოლკლენდის ომში ბრიტანეთთან მარცხიდან 4 წელიწადში არგენტინა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში ინგლისს ხვდება. დაძაბულობა მატჩის დაწყებამდეც იგრძნობა როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს შორის. მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში ბურთი ინგლისელთა საჯარიმოსაკენ ეშვება. დიეგო მარადონა ბურთთან პირველია და გოლს იტანს. საჯები ვერ ამჩნევენ, რომ სინამდვილეში დიეგო ბურთს ხელით ეხება. შესაბამისად, გოლი ითვლება. მოგვიანებით მარადონა საუკუნის გოლსაც გაიტანს. არგენტინა იმარჯვებს და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონი ხდება. მოხდარზე დიეგო ამბობს, ეს ცოტათი მარადონას თავი და ცოტათი ღმერთის ხელი იყო, რის გამოც ეს მოვლენა ისტორიაში ზემოხსენებული სახელით შედის. ერთი საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი ძვირფასო მეგობრებო და ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ, ისე არ დავტოვებთ. ჯერ მე მგონი არც ერთი საქმე არ დავტოვეთ ისე რომ არ გამოგვეძიებინოს. როგორც მინიმუმ ერთ ქულაზე მაინც. და ამ ხრივ ძალიან კარგი თამაში გამოდის. სხვა მხრივად ძალიან დინამიურია, საინტერესოა ეს ყველაფერი და მოდი ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და ამჯერად ფიქრის უპირატესობა ექნება G2G-ს და კოპალას და პირველი მინიშნება. თუ ერთო. არ მოდუნდა. ეს რა აკვარიუმი მოიტანს. აი ეს არის პირველი მინიშნება, მეგობრებო, უნდა გამოვიცნოთ მოვლენა ქართული. ამჯერად ქართული. ვიცი. მე იგივე ვიტყვი რა. ჯერ გაიგეთეთ ყურსასმენები თუ შეიძლება. რა არის? მე გავპასავ და გეტყვი რომ თაფლზე იფიქრე და აი თაფლიდან სადაც წახვალ და რა მოვლენაზეც ეგ დაწერე პასუხი. დრო. ეს არის 4 ქულიანი მინიშნება. მართლა? ესეთ მარტივი იქნება. რას ფიქრობთ? დრო. ერთი მოვლენა მახსოვს. შეგიძლიათ იმჟელოთ. რაღაც სათაფლია. სათაფლიაზე შეიძლება იფიქრო, მაგრამ არა, მე ვთქვა გინდა? მიდრე ახალი ფუტკრის ჯიშის აღმოჩენა. ფუტკრის ახალი ჯიშის აღმოჩენა, ქართული. უფრო რეალური. ანუ რაღაც ცოტნე და ცოტნე დადიანი უპასუხო, ხო, თაფლზე მეტი. მე მართლა არ უპასუხებ სხვა საერთოდ. არა, მოვლენა. ეგ რო აწამეს, რო ცოტნე დადიანის წამება. ჩასვლა იმასთან, ხო? ამერიკაში. ამერიკაში და აღმოჩენა ოთხქულიანი მინიშნება. შეიძლება თუ მარტივად მივდივარ, თუ სათაფლის ეს არის სათაფლი. კაი, აბა სათაფლიაში შეიძლება.
სათაფლიაში დინოზავრებზე თუ ვიფიქრებ მაშინ ის ნაკვალევის აღმოჩენა პირველი დინოზავრის ნაკვალევის აღმოჩენა ან სათაფლის ხო რა პირველად როცა აღმოჩნეს ანუ ქართულია მაინც ანუ ორივე ვარიანტი არის ეს უფრო აი ამორის იქეთ თუ ვიფიქრებ ვერ ვიფიქრებ ალბათ მეორე მინიშნებაზე პასუხი უნდა დაწერო უკვე ისეთი არა აი ეს პირველივეც დაწერენ ახლა რაღაცა უწევი ეგ უწევია თიბათაც დაინახე ხო ვიდე თქვა აუ საერთოდ სათაფლია ამ პირველი დინოზავრის ნაკვალევი საქართველოში კაი ცოტა დადიან და ეს მოვლენა აფიქსირებთ თუ მოიცდით? დავაფიქსირებ. შეგიძლიათ მოიცადოთ ეგაც ვარიანტია. აბა, როგორ კარგად აქვს დახურული. ეს არის ეგ სათაფლია. პასუხი არის აუ, რა ვთქვა, ცოტა დადიესწამლა. ცოტა დადიესწამლა. თავისი ინიციატივით რო ეწამა ეს იგულისხმება, ხო? კი, ხო. მაგრამ ძალიან მარტივი გქოჩა. დაფიქსირდა. თუ მინდა ბოლო ის არის რომ გადაჭრიან ხოლმე მაინც ვიფერები. აუ, თქვა, მაგრამ მგონია რომ სწორი არა. ცოტა დადიან. დააფიქსირეს ვერსია, არ ვთქვათ რა დააფიქსირეთ. იმიტომ რომ სწორი არ არის. არ არის ეს. არ არის ეს. ცოტნე დადიან გაქვს აუცილებლად. ეგრევე ვთქვა. ჩვენ დავწერეთ ეგრევე ვერსიები რა. მე გიორგიმ დაწერა რომ ცოტნე დადიანის ვერსია არის და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს მოვლენა, როცა საქართველოში აღმოაჩინეს 8000 წლის წინანდელი სკები. და სავარაუდოდ ეგ მოვლენა უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ცოტნე დადიანი ადამიანია. და მოვლენად არ იქნებოდა რა. ვერ მიღებ რაღაცა მოვლენად დადიან თაფლი რო წაისვა მზეზე რო გაწვა და იქ ვიღაცების ეგ შეიძლება მოვლენა იყოს. ეგ მეგონა მე თავიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ კოპალამაც იგივე თქვა. და ეგეთი მარტივი პასუხი 4 ქულიანი არ იქნებოდა და ეს ვერსია რომელიც ლენკა თქვა, ბევრად უფრო სწორი მგონია მე. მაგრამ თქვენ გაქვთ ახლა სამიანი, ორიანი, ერთიანი. ხო, მაგრამ მაგარი რო ეს რა არის, უბრალოდ გავრისკავთ და ჯემს ვერსიას დავაფიქსირებთ. არა, ხო, და საერთოდაც მოგებული გაქვთ მეგობრებო ხო, და მაგიტომ. გიოცავთ მე ანახე ორ ფინალში და აღარ თუ ასტორი არის, რა ხდება? არაფერი, მესამე რაუნდზე გადავდივართ და დამცხართ აღარ რჩება ამოსაკანში. აი, ეს არის საქართველოში უძველესი სკების აღმოჩენა, ანუ პირველი თაფლის მოპოვების აღმოჩენა. მიმეტეთ არ 3 გვითხოვ, ქულა. ჩვენ არ გვითხოვ ცოტა. 4 ქულა მიმეტეთ. ცოტადან არ გვითხოვ. თქვენ უფრო ახლოს იყავით. რა თქვით? ეს არ არის სწორი პასუხი. ის არის მეორე რა ვარიანტი მეორე არის. ეს არის სათაფლია და დინოზავრის ნაკვალევი, იმიტომ რომ ეს სათაფლია. მეგობრებო. ოკეი. და ცოტნე როგორ არ თქვიე? ცოტნე მე ვთქვი შეჩევ. აუ, უეჭველი ცოტნე. ან ორი ვარიანტი იყო, ან სათაფლია და დინოზავრის ნაკვალევების აღმოჩენა, ან სათაფლიაზე არ წავსულა. დინოზავრს რატო არ აქცევთ ხოლმე ყურადღებას? მე ვაქცევდი. ამათ ეხმარებოდი? ბოლოსკენ. ასეთ როლს ვაგებთ რა. არ არის ესეთი მეტი 4 ქულიანი მინიშნება ის არის იქნება პირდაპირ. აუ არა და მეორე მინიშნება როგორ დინოზავრის მომწონს. ფეხი თუ გქონდა? აუ ნახე. ტირექსი იყო, მე ბოლოს მახარა შემოვიდა და გააგეჭეს რა. აი ეს არის მეორე მინიშნება. ნახე. არა დააკვირდით რა არის? ნაკვალევია, ხელის და ზევით თუ წამაგითხებ გეტყვი რა. ზვადავზიას ზვადავზიო. ხაწერია? 2.8 მაგ წელს გახსნეს სათაფლია? დინოზა. რა წერია? დინოზავრი? დინოზოუ. მოკლედ ეს არის დიდების ხეივანში დინოძოფის ნაკვალევი. ვა, რა სიძახი, ძოფი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის დინოს ნაკვალევი არის ამ ფოტოზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ. მერე იყო მოგონება პეტრე ჭაბუკიანის, იპოვეს ჩვენთვის ხანის ადგომები, ნივთები წაიღეს, რაღაცა და როგორც შემოდის. ბოლოს აი დაგჭამ ეს ყველაზე მარტივი იყო. საყვარელი დინოზავრჩი კი არა უშავს. მართლა ყველაზე მარტივი კითხვა. ხო. იყოს ეგრე. მაგრამ რა გაეწყობა? აი მოდი ვნახოთ სათაფლის და დინოზავრის ნაკვალევის ამბავი ჩვენს ვიდეო რგოლში. 1923 წელს მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანი დასავლეთ საქართველოში ახლანდელი სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცარცული პერიოდის ქვეწარმავლის დინოზავრის ნაკვალევს აღმოაჩენს. ისინი კირქვების შრეებზე აღვერჭტილი და დაახლოებით 125 მილიონი წლით თარიღდება. ორ შრეზე განლაგებული ნაკვალევიდან ქვედა შრე სავარაუდოდ მტაცებელ და ბალახის მჭამელ ორფეხა, ხოლო ზედა კი დიდი ზომის ბალახის მჭამელ ცხოველებს ეკუთვნის. 1935 წელს აღმოჩენილი
გამოჩენიდან 2 წლის თავზე ადგილზე სათაფლის ნაკრძალი ფუძნდება, რომელიც მალევე იპყრობს დამთვალიერებლების ყურადღებას. პეტრე ჭაბუკიანის დამსახურებაა სათაფლის 5-ვე მღვიმის აღმოჩენა. პირველი ექსპედიციის შემდეგ მათ კეთილმოწყობაზე ზრუნვაც მის სახელს უკავშირდება. მესამე რაუნდის დრო დგება ძვირფასო მეგობრებო, დინო ჩვენთან დარჩა და უკვე სამი წევრია აქეთ გუნდში. სამი გვეთამაშებია. სამი გეთამაშებიან, იმიტომ იგებენ. გამრავლდით. მესამე რაუნდში გვაქვს სამი თემა და უნდა არჩიოთ რა. ეს თემები ბანები უნდა დავატოთ, ხო? ხო, უნდა გაფილტროთ, გარიცხოთ, გაცხრილოთ, რა ვიცი, მოკლედ. სამი თემა: პატივისცემა, ჯილდოები, პრეზიდენტები. თქვენ უნდა მითხრათ, რომელზე არ ვითამაშოთ. ყველა პანჩი რესპექტია მოსაშორებელია. არა პატივისცემას. რესპექტი მხოლოდ თქვენს გამომწერებს. No respect. კაი, ჯილდოები თუ პრეზიდენტები? ბიჭო, ორივე მინდა. არა, ჯილდოები? ხო. ჯილდოებზე ვითამაშოთ. პრეზიდენტებზე ვერ ხარ? საქართველოს იქნებ 5-ვე საქართველოს პრეზიდენტზე არის. რა სისულელე? სამი კითხვა. სამი კითხვაა? მსოფლიო ერთი საქართველოს პრეზიდენტი. და პრეზიდენტები თუ ჯილდოები? ჯილდოები და შენ დაილოშამ ჯილდოები იყოს, ხო? ჯილდოებს არ, ანუ პრეზიდენტებს გამოვაგდებ და ჯილდოებს დავწევთ. თამაშობ ჯილდოებს. ჯილდოები არ იქნება სპორტული დარწმუნებული. აი უეჭველი ვიცი. ჯილდოები, მეგობრებო, სამი კითხვა, ერთმანეთში დათმირობთ და პასუხებს წერთ თქვენს დაფებზე. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა. Liam Neeson-მა ამ ჯილდოს ერთადერთი ნომინაცია 1994 წელს ჰოლოკოსტზე გადაღებული ფილმისთვის მოიპოვა, რომელშიც ამავე ჯილდოს სეხნია გერმანელი ინდუსტრიალისტის როლი შეასრულა. ჯილდოს რაც ქვია, ამის პერსონაჟსაც იგივე ქვია სახელად რა. და დაასახელოთ ეს ჯილდო. იყოს ერთადერთიო ბიჭო. ანუ მეტი ნომინაცია Liam Neeson-ს ამ ჯილდოსი არ მიუღია არასოდეს. ნომინაცია. ეს დავწეროთ, არ ვიცი, Liam Neeson-ზე მსახიობი. სამი? დაწერე, შენც უნდა გეწერო. ხო. ორი? არასდროს. თქვენ შეგვიძლიათ ოსკარი? ხო. ოსკარი ასწო. ოსკარი გაქვთ ყველა? ოსკარია, ოსკარ შინდლერი. შინდლერს ერქვა ოსკარი სახელად და ამაზე იყო ეს Liam Neeson მინიშნება. მეორე შეკითხვა. რაღაცა გამოვიცალეთ. 13-2. მე ისიც ფრედავთავ მაჩი. ბევრი რაღაც გამოვიცალეთ. ამ კინო და სატელევიზიო ჯილდოს, რომელიც სახელს პლანეტასთან იზიარებს, ბურთის ფორმა აქვს ჯილდოს. გარშემო კი კინოფირისგან შემორტყმული რგოლი აკრავს. და ისო ფრეა. დამავიზდა, რა ქვია, დაწერე. ხო, ეს არა. შემოატრიალოთ. დიდი დათვი შეჭი. Golden Globe. ეს არ არის სწორი პასუხი. ჩვენ გვეწერია ოქროს გლობუსი. ოქროს გლობუსი. პლანეტასთან არის იზიარებს. კინო ჯილდოა თუ უბრალოდ ჯილდოა? კინო პლანეტასთან არის იზიარებს, მაგრამ ჯავაბა პლანეტა ვერც გავიხსენე. ბურთის ფორმა აქვს და რგოლი აქვს. არ ამ ჯილდოს ქვია სატურნი. არ ვიცი, აი რა кайის. მინიშნება იყო ამ შემთხვევაში. არა, პლანეტის სახელი უნდა ყოფილიყო რაღაც, მაგრამ ხო, მაგრამ რისი ჯილდო ჯილდო მე თქი სადღაც კინო ჯილდო. სატურნი და ვის ჩუქნია სატურნი. სატურნი არის sci-fi-ში გაიცემა რა და ვა, მართლა? 1959 წელს, როდესაც ეს ამერიკული დაჯილდოება პირველად გაიმართა, ოთარ ჭილაძემ ლექსი მიუძღვნა იმავე სახელის მქონე ტაძარს, რომელიც ყვარელთან მდებარეობს. შენ ის თუ არიცი და მე არ ვწერო. ყვარელში თუ ტაძარია და არიცი? კი თუ გაითიშ გამორთულია. თუ შენი მხარეა, შენი სფეროა. ტაძრის და ჯილდოს სახელი ერთი და იგივეა რა. სეხნიებია რა. ვუთხრათ. გინდა გითხრა მაკედან მე არ მიყურებ. როგორ არის პირველ ასოს გეტყვით. იცი. გ. ნამყოფი ხარ შე. 3 დაწერე. ორი ჯილდოს ქვია ეგ? დაწერე. რაღაცა გრძელი დაწერა ეხა რაღაცა არის არა მე ეგეთი გუდაური. გელათი. გელათი. კაი, 3 2 კოპალ შენ ხო არ წერე? არა. 1 აუ არა. აი, ნუანერული არა.
კახეთშია ტაძარი. ხო, შეჩერე. გრემი. I like it. არ არის პრობლემა. გაროჩე. გრელად. როგორ გაიწი? კოპალ, შენ შემოგვიტრიალე? არ დავწერე. დაწერე. არ დავწერე. რა გაი დიალოგი იყო. სამი ორი ერთი, ეს არის გრემი, მეგობრებო, გრემის დაჯილდოების ამბავი ემთხვევა. ჩილაძის მიერ ტაძარ გრემის. აილში რო გადაიტანა გელათი, ეგაა ყველაზე მაგარი. მე რომ დამეწერა კიდე ჯანდავას. მორჩა. 15-4 ანგარიში. შოუზე I like თამაშობ. it. ლენკა და ელოშა არიან ნახევარფინალში და მათ კიდევ ერთხელ ნახავთ ჩვენ ჩვენ რა თქვა შოუში. არ გვეცადა. ოპალას დაჭირდა. ამიტომ მადლობა მეგობრებო. მე და საინტერესო სასიამოვნო თამაშისთვის მადლობა. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი თაროსთაობა, უყურეთ მაძიებელს, მოიწონეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და ასე შემდეგ, მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად იმისათვის რომ გავძლიერდეთ და უფრო და უფრო მეტად ვიცი, ხედავ მაცადე დავასრულო ტექსტი. არზი არის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, სპონსორებს, რაც არ უნდა უწოდო, ისინი მხარში გვიდგანან და ცდილობენ რომ მაძიებელი მიმდინარეობდეს თქვენთვის და ჩვენთვის. ეს არის რა თქმა უნდა PSP, ჩვენი ერთგული მეგობარი, რომლისგანაც საჩუქრები კოპალას და ჯითუჯის აუცილებლად თქვენ შეგხვდებათ საჩუქრები. ჩვენ არ გვხდება გაწორი. მოვიგეთ. ის მოვიგეთ. საჩუქრები მეგობრებო PSP-სგან და კიდევ თითო ჩანთაგელოდებათ PSP-სგან რომ გახვალთ. ჩვენი სპონსორი ინტელექტი, გამომცემლობა ინტელექტი ასევე გადმოგცემთ საჩუქრებს. ჩვენ გვაქვს სასწაული, მე ვიგე. საჩუქრად ეს წიგნები. დიდი მადლობა დანკინს, რომლის ყავაც გვეხმარებოდა რომ გონება გახსნილად შეგვენარჩუნებინა მთელი თამაშის განმავლობაში. მადლობა Click Productions გადაღებისთვის და ჰეიმას მუსიკალური გაფორმებისთვის. ხალხო, მადლობა თქვენ რა თქმა უნდა. მადლობა შენ. აი თამაში გამოვიდა, სახალისო, საინტერესო და დიდ მადლობას გიხდით. შემდეგ თამაში შევხვდებით. მადლობა, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასტო სადო არ მესწავლია. ხო. თანამედროვე იმიდან არ